მოგესალმებით მეგობრებო, უდიდესი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პოდკასტი მაზეგ. მე მისი თანაავტორი და თანაწამყვანი გიორგი ბურდული ვარ. და გიორგი ბურდულთან ერთად მე ვარ ანა ცხოვრება, ასევე ამ პოდკასტის თანაავტორი და თანაწამყვანი და ყოსტუმარი. ეს ვინ არის? სანდრო ლილოაშვილი, ტენეს დამფუძნებელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან საინტერესო ბიზნესმენი და დანარჩენს გავიგებთ. დანარჩენს თვითონ გვეტყვის. როგორ ხარ სანდრო? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მეც მოგესალმებით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გადაცემის პირველი სტუმარი ვარ. საამაყო და წარმატებებს გისურვებთ. ამას თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა, რატომაც ხარ პირველი სტუმარი, იმიტომ რომ მე მქონია და ანასაც მქონია შეხება და უზომოდ გულწრფელი ადამიანი ხარ იმასთან ერთად, რაც ანამ თქვა, რომ გამოცდილება, ბიზნესი და ასე შემდეგ. ასე რომ looking forward. მადლობა. რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვა მაზეგ, სანამ გადავალთ მე ჩვენი პოდკასტის თემატიკაზე საინტერესოა შენი მოსაზრება. ესე იგი, სხვათაშორის ვიფიქრე, რატო ქვია გადაცემას მაზეგ და ვერ ამოვხსენი. თვითონ სიტყვა მომწონს. მახსენდება სიტყვა ზეგ, რომელიც ბევრმა კომპანიამ დაერქვა კიდევაც და ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ აი ამ ერთ სიტყვაში მოყვანილია, რომ აი ხვალ დღეს და ხვალ კი არა, აი კიდევ რო იმის მერე დღე იქნება, მაგას ნიშნავს და მაზეგ გონია რომ კიდევ უფრო მაზეგ უსასრულო. უფრო სერიოზული დატვირთვის არის. მეც დამაინტერესა რატომ დაარქვი და მე ვიფიქრე და ვერ ამოვხსენი. გარდა იმისა, რომ ეს სიტყვა მომწონს. კი, ჩვენც ძალიან მოგწონს ეს სიტყვა და რეალურად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა დაგვერქმია პოდკასტისთვის და მე იქიდან გამომდინარე რომ გვინდა და ყოფილი პოდკასტი იმაზე რა ხდება მომავალში ყველა მიმართულებით ნებისმიერ სფეროში ვიფიქრეთ და მივხვდით რომ ქართულში გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი სიტყვა მაზეგ, რომელსაც არც ერთ ენაში არ აქვს შესატყვისი, ანუ ზეგ არსებობს ყველა სიტყვაში, მაგრამ აი მაზეგ არსად არ არსებობს. არის ორიან სამი სიტყვა, the day after tomorrow და ხო და ეს რაღაცა უნიკალური სიტყვა იყო და თან მომავალთან ცოტა ღრმა მომავალთან იყო ასოცირებული და დღეს და ხვალ და ზეგ კი არა, მაზეგ რა იქნება? აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყოველთვის ჩვენს პოდკასტში. შორის რამდენიმე შეხვედრა დაუთმეთ ამას ვჭობდით რა დავარქვათ, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გქონდა და მე უცებ რაღაც სრულიად მოულოდნელად დაიბადა ეს სახელი და ძალიან მოგვეწონა ყველას. მოკლედ უნდა მივხედრილიყავი თემატიკიდან გამომდინარე, ხო ვიცი დაახლოებით რაზე იქნება საუბარი. ხვალ და ზეგ და მაზეგ რაზე იქნება, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მაზეგამდე მოსასვლელად არსებობს კიდე გუშინ. შესაბამისად უნდა დავიწყოთ მე მგონი შენთან საუბარი იქიდან გუშინ რა იყო შენთან, ანუ როგორ მოხვედით დღევანდლამდე რომ მე მაზეგამდე მივიდეთ. რა საკეთებდი აქამდე? მოკლედ ბევრს უკვირს ხოლმე და რეალურად ფინანსისტი ვარ, ეკონომისტი, ბანკირი ვარ მოკლედ რო ვთქვა. და ვინც იცის რომ ტერეს დამფუძნებელი ვარ და ტერეს ქარხანა მაქვს გამართული, ვერ აკავშირებს ფინანსისტი რატომ აი ინჟინერულ საქმიანობაში რატო ჩაერთო და რატო ერკვევა ესე კარგად. წყალებში კარგად ალბათ, ხან ძალიან ისე რომ თავიც არ შევიქო. უბრალოდ ესე დაემთხა რომ რაღაცნაირად ჩემი გატაცება არის. სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩვენ ცოდნის ტაძარი. იქ ძალიან ცოდნით დატვირთული გამოვედი, მე პროკრედიტ ბანკში ვიმუშავე და საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა იქ მივიღე საბანკო სფეროზე და ზოგადად საქმეზე და საქმიანობაზე. ფინანსები დარწმუნებული ვარ გამოგადგა მაინც. ძალიან გამომადგა, იმიტომ რომ ტენეს გარდა მე კიდე რაღაც სხვა საქმიანობებში ჩართული არ ვარ, მაგრამ რაღაც სხვა კომპანიების მფლობელი ვარ, რომელიც დაკავშირებულია სესხებთან და ფინანსებთან და კრედიტებთან. 15-ზე მეტი როგორც მე ვიცი, ხო? სტარტაპები, ხო. ფაქტობრივად ენჯელ ინვესტორი ხართ რა დღეები. შეგვიძლია თქვა, მაგრამ უფრო ჩემი ბიზნესებში მაქვს უფრო მეტი ენერგია ჩადებული. აქედა რა თქმა უნდა უმეტესობა წარუმატებელი იყო და ჩვენ გვისაუბრე კიდევაც ამაზე რომ ძალიან რთულია ბიზნესი რომ წარმატებული იყოს 10-დან 9 წარუმატებელი არის და ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო რა არიცი როდის გაგიმართლებს პირველივე წაზე გაგიმართლებს მე-5-ზე თუ მე-10-ზე მაგრამ საშუალო სტატისტიკურად ესე გაგიმართლებს მე ასე თუ ისე კარგად გამიმართლა იმიტომ რომ ამ ჩემი წამომწყებებიდან სიტყვაზე 17 სტარტაპზე ვარ ასული და 4 გამოვიდა წარმატებული, რაც კაი სტატისტიკას ნიშნავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სიტყვაზე
დიდი წილი იყო უბრალოდ დაუღალავშრობა და ასევე წარმატებაც ალბათ რა უნდა გაგიმართლოს. აი ეს გამართლება არ დაგვავიწყდეს, მაგრამ მაინტერესებს გამართლებას როგორ გამარტავ. აი უნდა გაგიმართლოს ბიზნესშიო რომ. ხო, აი რა არის გამართლება, შენ რაში გაგიმართლა, როგორ ფიქრობ? ესე იგი ცალსახად საჭიროს დროს საჭირო ადგილას მოხვდე, მაგრამ მაინც ამას ბოლომდე ვერ დავაბრალებს ჩემს გამართლებებს და წარმატებას უფრო მეტად დავაბრალებ იმას, რომ ყოველი წარუმატებლობის მერე მაინც კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ენერგიას პოულობდი, რომ დამეწყო თავიდან მეცადა და აი ეს იყო წარმატება ვიდრე გამართლება. ხო, აი ხა საუბარში მივხვდი, რომ შეიძლება ყველა ვაკრინებ, მოკლედ რა, რაც არის ნამდვილად ჩემი თვისება და ალბათ არ უნდა მცხოვროდეს ამაზე საუბარი, რომ რაღაცნაირად დანებება თავის არ შემიძლია რა, თუ რაღაცას ჩავეჭიდე, რაღაცნაირი. რაში პოულობ ხოლმე ძალას, როცა რაღაცა არ გამოგდის, რომ თავიდან დაიწყო, ანუ რთულია რეალურად. დავაფიქსირე, რომ თავის დროზე ეს იყო ეგო. შეიძლება ეხლაც არის ეგო. რა საინტერესოა. მაგრამ რომ აი მე ვარ და ჩემი ნაბადი რომ ვიტყვი რომ აი მე გავაკეთებ და ანუ მაინც საზოგადოება ხო აი რო არ გამოგივა ხალხი რას იფიქრებს და აი ან ყოფილა რომ იმის ჯინაზე აი ხო ფიქრობს რომ ვერ გავაკეთებ აი მაინც გავაკეთებ და ბევრჯერ ყოფილა ეს ხოთა შორის ენერგიის წყარო ანუ ეგოზე ამბობენ რომ ego is not your amigo ერთ-ერთი მოხსენებელი ედ ბლექსიძე ამბობდა ამას და მე გადავაკეთე რომ your ego can be your amigo ანუ შენი ეგო შენ შეგიძლია ისე დაიმორჩილო გამოიყენო შენ სასარგებლოდ და თუნდაც ბიზნესში წარმატებული გახდე ანუ რაღაცნაირი ფორმულა ჩამოაყალიბე ჯდება ისეთ რაღაცაში მაგალითად მე ხშირად მქონია ეს შეგრძნება რომ мотиваცია საკმარისი არ არის იმიტომ რომ мотиваცია ყოველთვის ვერ გექნება ხანდახან გჭირდება რაღაცა სხვა რომელიც დაგეხმარება აი რასაც შენი ძახდი რომ როცა გაფეილდები კიდევ გააგრძელო და კიდევ არ მოეშვა და რაღაც ეს იქნება ეგო თუ ნებისმიერი სხვა რაღაცა თუ შენ სასარგებლოდ არის რატომაც არა კი რატომაც არა და ზუსტად მაგას ვფიქრობ რომ ადრე თუ გვია შეიძლება მობიწიოს რომ ვიღაცას რჩევა მივცერო როგორ და ესე ფორმულირებული მაგ და ჩამოყალიბებული მაგ. ნუ თავისთავად მარტო ეგოც არ არის რა. ჩემი თავი რომ ახსენდება სკოლას რომ ვამთავრებდი თუ უნივერსიტეტს ვამთავრებდი, აი მართლა დასაბმელი ვიყავი. მოკლედ ისე მწყუროდა რაღაცა საქმის კეთება, რაღაცა წარმატების მიღწევა, რაღაცის დამტკიცება. თუნდაც ფინანსურად საკუთარი თავის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ხო ფინანსები და ესე თქვა ცხოვრება. ესეთი მომენტები არ გქონია რომ აღარ გაქვს мотиваცია და აი ხა უნდა იპოვოს ადმე ეს წყარო. ხანახან მაქვს ეს მომენტი რომ ვფიქრობ რომ რატო ვახსენე რომ ჩემი თავი რო გავიხსენო ახალგაზრდობაში მაშინ ძალიან დაუოკებელი ვიყავი. არც ეხლა ვარ ესე თქვა ამზივარ გულხელდაკრებილი სულ ახალ პროექტებს ვაკეთებ, სულ რაღაცას ვაკეთებ. მაგრამ მაშინ კიდე მწყუროდა რომ აი ჩემი თავისთვისაც დავემტკიცებინა ცხოვრებისთვისაც, სამყაროსთვისაც, არ ვიცი, ხალხისთვისაც. ის პერიოდი რო გავიდა და რამდენიმე საქმიანობაში წარმატებას მივაღწიე და თავის დავიმკვიდრე რაღაცნაირად, რაღაცები ჩამოიხსნა, ხო, ეს რაღაცა წილი ენერგიის. მაგრამ ახლა უფრო გადავერთე იმის კეთებაზე, რაც ძალიან სიამოვნებს და ეს არის რაღაც უფრო შეიძლება ვთქვათ, ხელოვნებასთან ან შემოქმედებასთან დაკავშირებული შევისწავლე არა მარტო ჰობი, ანუ ჰობი და საქმიანობა ერთმანეთს დავაკავშირე. სხვათა შორის მე მაქვს ADHD. ADHD არის attention deficit hyperactivity disorder. არ ვიცი ხა ინგლისურად რო ლაპარაკობ, ბევრს არ მოეწონება ალბათ. ქართულად ზუსტად არ ვიცი როგორაა, მაგრამ ყურადღების დეფიციტი. იცი ქართულად როგორ არის? ყურადღების დეფიციტის რაღაც და ყურადღების ჰიპერაქტიურობა. ან რაღაც ჰიპერფიქსაცია მაქვს. ჰიპერაქტიური. ანუ ყურადღების დეფიციტს როცა განიცდი, ცდილობ რომ მიიზიდო, მეც არ ვიცი ეგრეს. იცი რა არის? ანუ თუ ძალიან არ გაინტერესებს თემა გიჭირს რომ ბოლომდე usმინო. ანუ შეიძლება ლექციაზე შევსულიყავი და პირველ 5 წუთში ვერ დაინტერესებინა ლექტორს და დარჩენი, არ ვიცი, რამდენი წუთი დარჩა 15 მე მგონი.
შეიძლება აღარ მომესმინა მოკლედ რა. პრინციპში ხშირად ხდებოდა. მეორე მხრივ ძალიან დიდი ენერგია გაქვს და ამ ენერგიას აი აგერ კი. ცხადი დასტური მაგის. კი. თუმცა საინტერესოა ეს ენერგია ყოველთვის ერთ დონეზეა თუ მე უფრო ნაკლებია თუ მეტია თუ როგორ ხდება. ან რო ამბობდი ახალგაზრდობის წლებზე უფრო მე მივაღწიე დავამტკიცე და ასე შემდეგ დღეს რა ხდება. ხო და აქ ხო კომბინირებული არის ყველაფერი ერთად არის. ეხლა რა ხდება და ანუ რატო ვახსენე ADHD რეკომენდაცია და რჩევა არის რომ იყო ჩართული, როდესაც გჭირსა ეს ყურადღების ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი რა ერთმანეთის საპირწონე ან ჰიპერფიქსაცია გჭირდება, გჭირს რაღაცაზე და აი ძალიან ყურადღებით ხარ და არ გესმის აბსოლუტურად არაფერი, ან კიდე კონცენტრირებას ვერ აკეთებ და სხვა რაღაცეები გესმის. ამიტომ რეკომენდაცია არის რომ აკეთო ისეთი საქმე, რომელიც შენ გსიამოვნებს, საინტერესო არის და გიზიდავს და გრთავს და ზუსტად აი აქამდე მივედი, რომ ეხლა რასაც ვაკეთებ, ცხოვრებაში მქონია რომ არ მომწონდა რაღაცებს, რასაც ვაკეთებდი, არ რუტინული იყო და ბეზდებოდა. ეხლა რასაც ვაკეთებ, არის მუდმივი რაღაც ახალის შექმნა, ქმნილება, ახლის მოფიქრება, კრეატივი და საკმაოდ ჩართული სისტემატურად გონება სუამით მაქვს მოკლედ დაკავებული. აი რა პროცესი როგორ მოვიდა იდეა რომ შეგექმნათ ან რა მომენტში მოგდის ეს იდეები ან როგორია ეს პროცესი აი მე და გიორგი გვისაუბრია agile-ის ტიპის არის ასევე ჩემ პიროვნებას ახასიათებს ეს და ჩემს disorders ახასიათებს. ანუ კაი disorder-ია მე მგონი ყველაზე არ შეიძლება რომ ჩამოვტვირთოთ ან რაღაც download-ი გჭირდება. არ ვერ გეტყვით. ხანდახან მინდა რომ არ მქონდეს, ხანდახან მომწონს, ვიღაცა მიყურებს და უნდა რომ აი ჩემსავით არ ვიცი ბრჭყალებში აი გასული გონება ქონდეს, იმიტომ რომ ხანდახან მართლა გასულია ჩემი გონება, სადღაც შეიძლება ასტრალში იყოს, შეიძლება კოსმოსში, შეიძლება აქ იყოს, შეიძლება წარსულში, შეიძლება მომავალში, შეიძლება რაღაც სიმულირება. ხო, აქ ვიყოთ ცოტა ხანი ამ მაგიდასთან ვიტრიალოთ. და გასულს რო გულისხმობ, ანუ ეს არის ედმეტი ფიქრი overthinking-ს რო ეძახინო, თუ ეს არის უბრალოდ სადღაც დაფიქრება. ალბათ იდეებიც მან ერთ მეურს ხარს არ უშლის რა. მთელი ფილოსოფია ისაა, რომ აი ამის რაღაც კონტროლი ისწავლოს, ხოთა შორის მედიტაცია ამას ძალიან ეხმარება, რომ აზრების კონტროლი ისწავლო, აზრები და ფიქრები უნდა გქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს აი რაღაცნაირად გამყვანი არ უნდა იყოს. არა, გამყვანი იყოს, მაგრამ ნუ აი არ ვიცი, ან ღელვაში არ უნდა გადაიზარდოს, რაღაცნაირი კონტროლი, ხო, აი ეს overthinking-ი რო ახსენა გიორგიმ, იმიტომ თქვი, თორე ცუდი არ არის, აი, მაგალითად, რაც უნდა გაფანტული გონება მქონდეს, რაღაცა საქმეს მაინც იდეალურად ვასრულებ, იმიტომ რომ იმ საქმეში სისტემატურად იქ ვცხოვრობ რა. შეიძლება დამავიწყოს, მაგრამ აუცილებლად ცოტა ძალიან მალე გამახსენდება, იმიტომ რომ ჩემი გონება სულ იქ ტრიალებს რა. მე არ ვხმარობ ხოლმე ძალიან იშვიათად რომ ჩანაწერები ბლოკნოტი ან ერთ-ერთ შეხვედრებს ვინიშნა, იმიტომ რომ შეიძლება ერთი კვირის მერე დამავიწყდეს რა არის, თორე აი რაღაცა საქმეზე რომ ეს უნდა გავაკეთო, ესე ნოუთები, ჩანიშვნები, მოკლედ არა მაქვს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი იმაზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება ვიფიქრო. აი რაც ცოტა ხნის წინ თქვი მე საკმაოდ ხშირად მქონია დისკუსიაც და ძალიან მწვავე კამათიც იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს აკეთე ის რაც გიყვარს აი ხო ახსენე ეგეთი რაღაც ხშირად მე ვკამათობ ხოლმე რომ მარტო ეგ საკმარისი არ არის იმიტომ რომ მაგალითად მე მიყვარს პეპლების ჭერა თუ რაღაცა და ვაკეთებ და აქედან არც ფული შემომდის არც რაღაც ბევრ რაღაცასაც ვერ ვქნი და ასე შემდეგ აი რაც გიყვარს მაგის გარდა რა უნდა გქონდეს მაგის გარდა რა დრაივია, რა мотиваცია, რა ენერგია, საიდან მოდის? ანუ ერთი რაღაც ხო არ გიყვარს ადამიანს სიტყვაზე, რაღაცა ბევრი გიზიდავს. მაგალითად ეხლა მე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მიყვარდა ამოცანების გადაჭრა, მიყვარდა მიუხედავად ჩემი გაფანტული გონებისა, გეომეტრია მიყვარდა. აი ეს გეომეტრიის სიყვარული სიტყვაზე ეხლა რაში გადაიზარდა? ვისწავლე ინჟინერული პროგრამა, სადაც შემიძლია დავხაზო ნებისმიერი ფიგურა, აი მაგალითად აი ეს მიკროფონი შემიძლია ავდგე, დავხაზო, ამას ექნება ზუსტი კოორდინატები და ინჟინერული მონაცემები, მერე გადავიტანო სიტყვაზე ეს 3D პრინტერზე, ამოვბეჭდო, გავაკეთო პროტოტიპი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკვე ჩემთვის პროტოტიპის გაკეთება რო შემიძლია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ჩინეთისთვის უნდა მიმართა და ეხლა სახლში ვაკეთებ ამას, ვნახო, გადავაკეთო
მერე სიტყვაზე გადავიტანოთ ეს და აი ამ ფორმის, ხა ეს ძალიან დიდია სიტყვაზე, მაგრამ უფრო პატარა ფორმის დეტალის ყალიბი დავამზადოთ და იქ სერიულ წარმოებაში პლასმასის, მეორადი პლასმასის ჩამოსხმა დავიწყო და სიტყვაზე დავამზადო ბრელოკები. არ ვიცი, რაღაც სუვენირები, სათამაშოები, ნებისმიერი ფიგურა, ან რაღაცა მოწყობილობის დეტალები და ანუ ეს ყველაფერი გაერთიანდა რაღაცნაირად და თან მაქვს საშუალება რომ მონეტიზაცია გავაკეთო ამის, ანუ შემეძლო უბრალოდ რა არ ვიცი რაღაცა სხვადამე და ან რაღაც უბრალოდ ფიგურები მეკეთებინა, მაგრამ დავაკავშირე რომ ეს ფიგურები ვაკეთო ისეთი, რომელსაც ექნება მე მონეტიზაციის საშუალება, ან სუვენირები იყოს, ან ბრელოკები იყოს, ან რაღაცა დეტალები იყოს და ეხლა უკვე საკმაოდ ეს ჩაეშვა ესე თქვა, ახალი ტექნოლოგია არის საქართველოსთვისაც კი და გვიკვეთავს და საკმაოდ ძველი დამკვეთები ყავს, არ ვიცი, ხანტიბისი გვიკვეთავს რაღაცა. საკიდები გქონდა უახლესი პროექტი, კასტროლი გამოჩნდა, აფრელუმ შეგვიკვეთა ფასმაჩვენებლები. მოკლედ რა, ბევრ სხვადასხვა რამ. ანუ რაც გვიყვარს იმის გარდა რაც ხებს უყვართ ის ვაკეთოთ, რაც ხებს ჭირდებათ მომხმარებლებს და ხო, ანუ ვეცადოთ, რომ რაც გვიყვარს დავამთხილოთ და იმართულებით გავამვითაროთ, რომელსაც პოტენციალი იქნება რომ მონეტიზაცია ქონდეს. აი მე მიყვარს და ჩემს იმას უყვარს გაწყვეტინე ბოდიში, სიტყვაზე კომპიუტერული თამაშები უყვარს ამ ჩემ იმას, იმიტომ რომ სრულად გადადიხარ იქ. მაგრამ რაღაცა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვიხსნე რომ ეს კომპიუტერული თამაშები უბრალოდ აი დროს მაკარგვინებდა, დროს მაკლევინებდა, არანაირ შედეგს არ მაძლევდა. უბრალოდ ჩემთან საუგზალდა აწლებია არ თამაშობ, მოკლედ რა, რამდენიმე აწლეულია. ანუ რომელიმე თამაში თუ გაიხსენებ, რომელიც რამე უნარის განვითარებაში დაგეხმარა. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე რამდენიმე კვლევას გავეცანი, სადაც მაგალითად ქირურგები, რომლებსაც ვიდეო თამაშების მიმართ მიდრეკილება ჰქონდათ, უფრო მაგარი ქირურგები იყვნენ ტექნიკურად საქმის კეთებაში. აი რაღაცა სკილებთან დააკავშირეს. უბრალოდ განტვირთულები იყვნენ გარეთ. ხო, ანუ რაღაც ისეთი აი precision gaming-ი რაც იყო, რასაც თამაშობდნენ, ის დაეხმარათ მაგალითად ქირურგიაში. აი თუ გახსენდება რამე ეგეთი უნარიან, სარგებელი არაფერი არ ქონდა. ახსენებით არ მახსენდება, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ ანუ აი ეს დრო უბრალოდ მოვკლა არ მინდა. თამაშობ რა, რას მაძლევს ახლა და შეიძლება რა რეაქციას მივითარებს რამისას, ხელის მოძრაობას. ყოველ შემთხვევაში ამას დავიდავანებე, არ ვიცი, მე მგონი პირველ კურსზე რა. და რა გამივითარა ვერ გეტყვი, არც ინფორმაცია შეხვედრე, ხა შენგან გავიგე, რომ ქირურგები ესე კი, ასეთ კვლევებს გავეცანი, მე უფრო მეტსაც გეტყვი, ანუ მე და ჩემი მეგობარი ლევანი ვიყავით addicted, ესე ვთქვათ, რაღაც პერიოდი, აი ძველი counter-ებზე. არა, counter-ებამდე რაღაც Mario და რაღაც ის რო იყო თამაშები რა, მაგრამ მაგის შემდეგ არა, ყველა ბავშვი ვიყავით 90-იანი წლების ყველა ბავშვი ვიყავით addicted-ის კომპიუტერი და დავინახეთ თვალებში გულები აქვს. ტანკები და რაღაცა, აი დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ცუდი გრაფიკის თამაშები, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრა, რომ მაგალითად problem solving-ი, პრობლემების გადაჭრა, რაც არის და კრეატიულობა და ხედვა ძალიან განმივითარდა მაგ თამაშების გამო. იმიტომ რომ როგორიც იყო მაგალითად Resident Evil-ი, Silent Hill-ი და ასე შემდეგ ეს თამაშები, ანუ ზოგიერთი მათგანი ისეთ თავსატეხებს გაძლევდა, რომლებიც არ გვხვდებოდა რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ იმ მომენტში მე არც მიფიქრია მაგას, მე რომ მოვიდა დრო ვირტუალურ სამყაროში და ციფრულ სამყაროში ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ უკვე შემეძლო სამყაროს წარმოდგენა სხვანაირად, ანუ გრაფიკულად ესე ვთქვა. მე მივხვდი, ხო? კი, მე სამაის პოპულარიზაციას ნუ გავუწევთ. არა, პოპულარიზაციას არა, მაგრამ უნარებზე ახლა ვსაუბრობ, ხო, შეიძლება რომ დაგეხმაროს რაღაცაში. ნუ როგორც მინიმუმ განტვირთვაში გეხმარება ეგ შეიძლება. იცი რა არის? კიდე ერთი მომენტი იყო, რომ აი ეს კომპიუტერის თამაში ცუდია შეგრძნება მქონდა ყოველთვის. და ნუ ვინ გითხრა? ჩანერგილი აზრია საზოგადოებრივ. იმეცადინე და რაღაც დედა და მამა, ნუ შობლები რა, რომ ნერვულ სისტემას გაგიფუჭებს, რაც გაძლევს, მოკლედ რა. ჩანერგილის გარდა. ხო და ესე მიღებული და განვითარებულია და გვახსოვს რომ ეს ცუდია და კაი არ უნდა ვთქვათ რა, მაგრამ მე მგონი უნდა კიდევ ერთხელ გადავხედოთ. შეიძლება რაღაცა კარგიც იყოს და აგერ გიორგის მაგალითზე მე მგონი კი, ნამდვილად ინდივიდუალური ახლა შეიძლება იყოს ისეთი რომ მართლა გიზიანებს ფსიქიკას, რა ვიცი, ზედმეტი ძალადობა, რა ბევრი შეიძლება იყოს ასე რომ ხო, ანუ კვლევების დონეზე რახან გავეცანი ბოლო პერიოდში მეც დავინტერესდი, გავიხსენე და მეთქი ხო, ნუ რაღაცა უნარები ამან მომცა. კი ბატონო. აი, დღეს რა ხდება?
სანდროსთან რასაკეთებს? რითია დაკავებული? გასაგებია რომ ჰობს და ჰობებს და საქმიანობას უთავსებთ ერთმანეთს, მაგრამ აი დღეს როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს? ხან შენობით გელაპარაკები, ხან თქვენებით უნდა ჩამოვყაროთ არა, შენობით უნდა ვილაპარაკოთ. ეს ფორმაზე, ეს ჩემი ფორმალური მეორე მხარე წარმოვიდგინე რომ კომპანიაზე იყოს საუბარი. კომპანიაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია რეალურად. კი. კომპანია და მე დანეს ვართ, რა ქვია. ზოგადად დაკვირვებული ვარ, რომ კომპანია გავს არმის ხელმძღვანელს, არმის დაფუძნებას, ვინც მართავს, მოკლედ ხასიათისებები მიდგომა. კულტურითაც ასევე. თუნდაც აი როგორი პასუხისგებლობიანი პიროვნებაც ვარ სხვა ადამიანების მიმართ, ტენეც ანალოგიურად ესეთი პასუხისგებლიანი არის თავის მომხმარებლების მიმართ, აქვს რაღაც თავისი პრინციპები, როგორ უნდა ელაპარაკოს, როგორ უნდა მიუდგეს, მის პრობლემას როგორ უნდა მიუდგეს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. რო ვთქვა, რომ ტენე სერვის პლუსი ან რაღაცა ესე სერვისის ხრივ შეიძლება განვითარებული არა და თანამშრომლები დატრენინგებული არა ყავს, მაგრამ ყველა იზახის რომ რა კაი კომპანია, რა კაი თანამშრომლები და ანუ ეს ხაზი გადის იმაზე, რომ შევა თანამშრომლებმა, ну ესე ყავს გაზრდილები და შინაგანადაც ესეთი ადამიანები არიან, რომ მოხმარებლის პრობლემა მათი პრობლემა არის და თუნდაც აი არ მყავდეს მაღალ დონეზე დატრენინგებული მოხმარებელს მაინც რჩება, რომ რაღაც არაჩვეულებრივი სტაფი და მოსახურება არის. აი სერვის პლუსის და რაღაც ტრენინგების გარეშე როგორ მივდივართ მაგამდე? რა მაინდსეტი აქვს? საიდან აქვს ეგ? აი დამფუძნებელს გავსო და მართველს გავსო, ხო? ანუ სადამ როგორ მივიდნენ გუნდის წევრები მაგამდე? თავისთავად დრო დაჭირდა, ამას მაგალითები ჭირდება, ამ მაგალითებს ჭირდება, ესე ვთქვათ, თელ კოლექტივში საუბარი, ჯგუფებში საუბარი, განხილვა, მაგალითის მიცემა, ნელ-ნელა მიდის თანამშრომლის აზროვნებას და ფსიქიკას იქამდე რომ როგორ უნდა მიუდგეს მომხმარებელს რა, ანუ არ არის შემთხვევა რომ მომხმარებელი რაღაცით უკმაყოფილო არის და კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდეს თუნდაც დავამდე არ მიდის ხოლმე, მაგრამ მომხმარებელი ყოველთვის მართალი არის. ყოველთვის კომფორტი უნდა შეუქმნათ, მოკლედ რა. არა უბრალოდ ესეთი მშრალი პრინციპიდან გამომდინარე, უბრალოდ აი არა ვიცი ადამიანობიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, რომელიც ხო იცით როგორ ასამყარო მე აქეთ გიბრუნებს. ბუმერანგისგან. როგორ ვითარდება? ანუ დღეს რო უყურებ ტენეს, გაქვს ის განცდა, რომ აი როგორიც გინდო და ისეთია, თუ კიდე გაქვს რაღაცები დარჩენილი, რაც ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გასაკეთებია. ტიპაჟი როგორც მინდოდა, ნამდვილად ისეთი არის. თუმცა ტენეს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს. აი მაგალითად რა? წინ ძალიან რთულ საქმეს მოკიდა ტენემ ხელი. არ ვიცი, მე მოკიდე რთულ საქმეს ხელი. ეს იყო მთლიანად წამოსული იქიდან, რომ შექმნილიყო რაღაცა ქართული წარმოება, განვითარებულიყო. ამ წარმოებას ეზრუნა ეკოლოგიაზე, გაევითარებინა ქვეყნის ეკონომიკა, შეექმნა სამუშაო ადგილები და აი ასეთი მიმართულებებიდან წამოვიდა. ხა ტენეს სიტყვაზე ჩინეთში დაბრენდილი კაბელების ჩამოტანა რო გაეგრძელებინა, შეიძლება ფინანსურად ბევრად წინ ყოფილიყო და სხვანაირად ყოფილიყო. ანუ ძალიან რთულია ჩინეთს გაუწიო, ჩინელ წარმოებელს გაუწიო კონკურენცია, რომელსაც უზარმაზარი მასშტაბი აქვს, რაღაც ძალიან დიდი სახელმწიფო პროგრამები აქვს, რესურსები აქვს თვითონ ქვეყანა. ესე კონამდე ბევრად დიდი არის ტერიტორიულად მოსახლეობის მხრივ მთელი ნახევარსოფლიო მოქცეული თვითონ მარტო ჩინეთში არის და ძალიან რთულია მოკლედ და სხვა გზით რო წავსულიყავით ტენე შეიძლება ბევრად სხვა ადგილას ყოფილიყო, თუმცა ეს უბრალოდ აი პრინციპი იყო, რომ ეს უნდა გავიკეთებინა. ასაქმებთ სიტყვაზე დევნილებს წეროლის დევნილთა დასაქმებაში. ეს სამუშაო ადგილები რო არ შეგვექმნა, აქ არ იქნებოდა სამუშაო ადგილები, თუმცა იქნებოდა ჩინეთში სამუშაო ადგილები და ეს პროდუქცია ჩამოვიდოდა, მაგრამ აქ ვერც ცოდნას შევქმნიდით, ვერც ახლა აი ამაზე გადავიდოდით, რომ პროტოტიპს ვაკეთებთ და მერე ვეშტაბ დაყალებში ვასხავთ, პლასმასის დნობის ტექნოლოგიას ვერ ვისწავლიდით და ბიჭებს ვერ ვასწავლიდით. რა ტემპერატურაზე რა ხდება, ხო, ანუ ახალი შესაძლებლობები
წყალებში გაგვეჩითა ვერ გავიხსენე სიტყვა შესაბამისად გაგვეჩითა და დავითრიეთ ხო როგორია დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება როგორ შეგრძნება გაქვს როგორც ენტერპრენერსა ბიზნესმენს პატარა ქვეყნის პრობლემა გვაქვს ნამდვილად აი ეს ტენეს გამოცდილებიდან გამომდინარე გადავედით რაღაცა მომენტში თურქეთში ტენე გარდა იმისა რომ USB კაბელს აწარმოებს, ანუ უფრო სწორად კიდევ რო ვთქვათ, assembling-ს აკეთებს, ანუ აწყობს USB კაბელს საქართველოში. დეტალები სხვა ქვეყნებიდან მოდის. ხო, ჩინეთიდან ჩამოგვაქვს ისევ დეტალები, მაგრამ აქ ვაწყობთ, ყველაფერი როგორ წარმოებინა, სრული სიგიჟე იქნებოდა. ამასთან ერთად ჩვენ სხვა აქსესუარებსებიც შეგვაქვს ჩვენი დისტრიბუციის ქსელის დახმარებით მაღაზიებში. ხო და ეს სხვა აქსესუარებიც რო ვიყიდოთ, მიმართავთ, შეიძლება ჩინეთს მიმართავთ, შეიძლება თურქეთს. ჩავედით თურქეთში. უბრალოდ საოცრ თვითონ თურქეთი ხო თვითონ ქვეყანა ხო 80 მილიონი არის ხო 80 მილიონი არიან კი შევადაროთ ახლა 3 მილიონს საქართველოს ხო 3 მილიონი ნახევარს და ჩინეთსაც თუ შეიძლება და ჩინეთს რო შევადაროთ ხო სხვათა შორის თურქეთი რო თქვი მე გამახსენდა რომ მანამდე ჩინეთი ვნახე იქ საერთოდ საოცრება ვნახე რომ საქართველოს მთელი ქვეყნის ხელა და მოსახლეობის ხელა უბრალოდ რაღაც ერთი პროვინციაში შეიძლება მოხდება საოცრება ხდება. იქ მარტო თან ჩინელები კი არ ყიდულობენ, ან თურქეთში თურქები კი არ ყიდულობენ. რეგიონის ჰაბი არის. რაც ნიშნავს, რომ საქართველოსდან ჩადის უამრავი ადამიანი, ნუ სომხეთიდან ალბათ არ ჩადის, აზერბაიჯანიდან ჩადის უამრავი ადამიანი, სირიიდან, ან მეზობელი ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ჰაბი არის და ის ვაჭრობს რაღაც უზარმაზარ რაოდენობას და ეხლა რომ შევადაროთ საქართველოს შესაძლებლობები. შენ რომ რამე აწარმოო, ან იმპორტით შემოიტანო. აქ ვინც არც თითქმის არავინ არ შემოდის აქ რომ რამე იყიდოს. ამიტომ არის რთული საქართველოს ბიზნესის კეთება ასე თუ ისე. კი, რა თქმა უნდა. ეს პატრიოტიზმიდან მოდის თუ საიდან მოდის ეს? რა თქმა უნდა. წარმოება არა ბიზნესი რომ მინდოდა ეს პატრიოტიზმიდან ანუ აი საქართველოში რომ ეს პატრიოტიზმიდან მოდის აკეთო მაინც მიუხედავად იმისა რომ პატარა ბაზარია შესაძლებლობები ნაკლებია სირთულეები ბევრია გარემო ცოტა პრობლემურია და მაინც აი ეს შემართება საიდან აი მოდით ახლა ესე ვთქვა რომ ბევრჯერ მიფიქრია რომ საიდან უნდა მოდიოდეს შემართება პატრიოტიზმი საიდან უნდა მოდიოდეს რა შეიძლება სხვა მიყვარდეს აი რომელი ქვეყანა შეიძლება მიყვარდეს სხვა თუ არა საქართველოს მიუხედავად იმისა რომ ბევრი პრობლემა აქვს თვითონ ქვეყანას გინდა პოლიტიკური გინდა სოციალური მოგზაურია რომ მოგზაურია აი კიდე ერთი მიზეზი რატომ მიყვარს ჩემი ქვეყანა ეხლა ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში ზოგზე სემინარებზე ზოგზე შეხვედრებზე ზოგ ქვეყანაში დასასვენებლად ევროპაში ახლა ერთი თვე არ მომიწია საქართველოში ყოფნა დაგიჭირეთ მაგიტო რომ დაგვეწყო წლის მოგიყვანე ხო მე ანა გაფრინდა და მოკლედ და ესე ძალიან ბევრი ვიარეთ რას თავარია მოხდით აქ და მოხდით იმიტომ რომ კიდე უნდა წავსულიყავი სხვაგან დაპატეჟებული ვიყავი მოკლედ კიდე სხვაგან უნდა წავსულიყავი და თქვი რომ არა აღარ შემიძლია მე მენატრება ჩემი სახლი ჩემი ქვეყანა ჩემი ხალხი აი სადაც არა რომ მიდიხარ სიტყვაზე სადღაც და უნდა რაღაცა იყიდო და ელაპარაკები ან მე საზღვარგარეთ რო ხარ და მე საქართველოს ჩამოდიხარ და იქ დაკურებული ვარ რომ იქ ძალიან მორიდებული ვეკითხები რომ უკაცრავად თუ შეიძლება ეს თუ გაქვთ და აქ ძალიან თავის თუ გამარჯობათ ეს თუ გაქვთ ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა შეგრძნება ანუ ეს არის ჩემი სახლი სხვა რა უნდა მიყვარდეს რატო არ უნდა ვიყო პატრიოტი აბა რაზე უნდა ვიზრუნო სხვაზე ხო და აი როგორ მოგდის ეს შემართება აი მაგალითად ბოლო პერიოდში სულ არის ეს რომ აი ადამიანებს ფრუსტრაცია აქვთ დიდი და ნიჰილიზმიც დიდი აქვთ და ასე შემდეგ. აი შენ სად პოულობა მძალოს? იცი რა მეც ქონდა ეს მომენტი და უბრალოდ მგონია რომ ჭიხია ეგრე რო იფიქრო და ნიჰილიზმში გადავარდე არაფრის მომტანი არ არის. მე მგონია რომ თუნდაც აი მიმდინარე სიტუაციას ქვეყანაში რომ დაუპირისპირდეთ, რომ უშველოთ, რომ რამე შევცვალოთ აუცილებლად უნდა ვიმოქმედო და კიდე იქამდე მივიდივართ თერგის მაგალითამდე რომ მოძრაობა და მოძრაობა ამ მოძრაობაში სულ რაღაცა ახალი იქნება, ახალი შესაძლებლობები იქნება, არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ აუცილებლად რაღაცა მოხდება. თუ გაჩერდები არ მოხდება, ეს ცალსახა არის. აუცილებლად რაღაცა მოხდება, ახალი შესაძლებლობები შეიქმნება, მეტი ძალა იქნება,
სიტუაციის შესვლა შესაძლებელი იქნება რა უხელდაგრაფილი ჯდომა და ნიჰილიზმი არაფერს არ მოგვიტანს. აი მართლაც საოცარი ციტატა ილიასგან. ეგ და წევან ანამ დამასტრო მეც მქონდა გამიჩნდა კითხვა რომ სანამ მოხვიდოდი რა ანუ რატომ საქართველოს წარმოება რო ახსენე, მაგრამ მე მეორე კითხვაც გამიჩნდა რატომ ეკოლოგია და მეგობრულობა და მდგრადობა ანუ წარმოება იყო იდეა თუ მე რაღაცა დამატებით კიდე мотиваცია გქონდა რომ თქვა ამ მიმართულებით წასულიყო. არა, ის ყველაფერი როგორ დაიწყო გიდა გითხრა. მუშაობ პროკრედიტ ბანკში. ნუ რაღაც გარკვეული ხელფასი მაქვს უკვე საკრედიტო ერთ-ერთი ფილიალის საკრედიტო გაყოფილების ხელმძღვანელი ვარ. რაღაც იმედებით ვარ იმას ვიზამ რაღაცა მგონიანა. იბერია გავწყინდება და თან ახალგაზრდა ვარ საკმაოდ იმ მომენტში. ყველაფერს კარგად ვერ ხვდები, მაგრამ უცებ მოულოდნელად 2008 წელი და აგვისტო და ომი იწყება და უბრალოდ რა დღეში ჩაგვაგდეს. და მაშინ მივხვდი, რომ აი რამდენად არასტაბილურ რეგიონში ვცხოვრობთ, რამდენად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის არ ვიცი ხოშზე ვართ, ესე ვთქვათ და ხასიათზე დამოკიდებული რა მოულის და რა მოუნდება, უცბად თავში წამოგვარტყავს და რა შეიძლება მოხდეს, ახლა გორიდან ხალხი გამოიქცა, უსახლკარო დარჩა, საშინელებები დატრიალდა, ხო, ჩვენ უბრალოდ თბილისში, რომ თბილისამდე რო არ მოხდე, ამა გადავრჩით უბრალოდ. თავისთავად მაგას ვფიქრობ, რომ აი, კი ახალგაზრდა ვიყო, მაგრამ მაინც ახლა პასუხისგებლობა მაქვს, ხო, აი ოჯახს რა უნდა უყო, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, არ ვიცი უკვე დიშვილიც მყავდა და მოკლედ რა. მაშინ გამიჩნდა ეს ფიქრი, რომ აი რაღაცა უნდა მოვახერხო, რომ ისეთი ბიზნესი დავიწყო, რომელიც ამ რეგიონზე არ იქნება დამოკიდებული და მაშინ გადავწყვეტე, რომ აი ჩინეთში პროდუქციას დავბრენდავ, შევიძენ ქართული ბრენდის სახელით, გავგზავნე ამერიკაში, Amazon-ზე, იქ გავყიდი და აქ სულოთ რომ რამე მოხდეს, უფრო მყარ რეგიონებზე ვიქნები დამოკიდებული. და ესე დავიწყეთ, რომ იქ მე ეს პროდუქცია რაც აწარმოიქრა გაყიდვებზე რაღაცა სირთულეები შეიქმნა, ის პროდუქცია მე საქართველოს ჩამოვიტანე, მე ეს პროდუქცია რთული გასაყიდი იყო, მე შევცვალე რომ უფრო ისეთი პროდუქცია ყოფილიყო, რაც ხალხს ყოველდღიურად ჭირდება და ავერჩიე USB კაბელი და ესე სტიქიურად დაიწყო და დაემატა. შეიძლება აწარმოადგება. მე მივხვდი რომ საკმაოდ ესეთი სიტყვაზე გულშემატკივრობა აქვს ქართულ ადამიანს ქართული პროდუქციის მიმართ. ამავდროულად არის ის რომ ამბობს რომ ქართული და ქართლის გაკეთებული რა უნდა იყოს და ეს ხელს მიშლის სიტყვაზე ქართული რო ვარ. ამავდროულად უკვე 2017 წლამდე გაიწელა ეს ყველაფერი 2017 წელი მოვიდა და ინფლაცია დაიწყო თუ გახსოვთ მაშინ და მე არ უნდა გადავრიცხო ფული ან კიდე უნდა ან მოკლედ აქ უნდა ვაწარმოო საქართველოში USB კაბელი ხო ანუ რაც უფრო უარყოფითი საავჭრო ბალანსია ხო რაც უფრო მეტი ფული გადის ქვეყნიდან ისევ პატრიოტული მოტივი და თან გამოწვევაც იყო თან მაინტერესებდა და ავდექი გავფრინდი ჩინეთში რომ კაბელი უნდა ვაწარმოო. ინუ იქ ნახერო რომ ესე თუ უბრალოდ ადექი და გაფრინდი ესე იგი ჩემი დეიდაშვილი დამეხმარა ის ინგლისშია წასული და რაღაც ავეჯის ბიზნესი აქვს და ჩინეთში ამ ავეჯის კაცი ცნობდა. ავეჯის კაცი დამხვდა. თავისი კაცი ყავდა. გახვედი კაბელების კაცი. არა, ავეჯის კაცი დამხვდა და წამიყვანა USB კაბელების დარადგარები შემაძენა ტექნიკურად. არა, ავეჯი ესმის და არანაირი USB კაბელები არ ესმის. მოკლედ, რავი, საოცრება ხდებოდა. რა მითარგმნიდა, რას მითარგმნიდა თვითონ ვერ ხდებოდა. მე უნდა მივხვდარიყავი რა ხდება. ის ჩინელები ისეთ ადგილას მოხვდი, რომ ჩინელი ჩინელზე რო ყიდის. ალიბაბა და კი არა. ის ჩინელი ვერ ხვდება ვიღაცა კაცი ჩამოვიდა თან ესე მიყურებიდი ბათაშ შედარებით მაღალია. ხო, გაოცებული. არა, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან შედარებითაც მაღალია. გაოცებულები მიყურე ქუჩაში რომ გადავდიოდი, ისინიც ყველა გაოცებული მიყურა და დავდიოდი ამ რაღაცა იმაში რა ქვია, ქარხნებში USB კაბელები სადაც წარმოებს კავკასიელი და მოკლედ რა რაღაცნაირად მოახერხეთ ჩამოვიტანეთ და ესე მოვედით მოკლედ დღემდე. და ის კომპონენტიც რომ მითხრეს იმათმა რომ ეს პლასმასა უნდა იხმარო და რაღაცა უნდა ჩავმოვიტანო პლასმასა საქართველოში საიდან ხო უნდა ჩამოვიტანო ისევ ჩინეთიდან მე რაღაც პერიოდში ეს ნარჩენი გახდება ისევ ეკოლოგიას ქვეყნის ეკოლოგიას სირთულეობდა შეექმნას გინდა დედამიწის ეკოლოგიას ხო
არ მინდა. უბრალოდ სურვილი იყო, რომ არ მინდოდა. მე რაღაცნაირად მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ თავისთავად ძალიან კარგი ბიზნესია ტენე, მაგრამ აი ამ ეკოლოგიის კომპონენტმა შესძინა რაღაც განსაკუთრებული იმიჯი და პოპულარობა მოუტანა მეთანხმე. კი, აი ამდენის მოლოდინი არ მქონდა, რომ ესეთი ამბავი იქნებოდა. თუმცა ამასაც რა თქმა უნდა ხვდებოდი რა, იგივე პრინციპიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი, რომ ბუმერანგივით უკან დამიბრუნდებოდა. ეს ზრუნვა და სურვილი. ასევე ესე იგი მარკეტინგულადაც საკმაოდ გამართული თემა იქნება. პასუხი ყველანაირად გამართული, მომდაველიც ვერ გაყოლებოდა ესე ვთქვათ და ხო და ესე იგი სანამ წარმოებას დავიწყებდი, ხა მე რომ მინდოდა სიტყვაზე გადაცემაში და არავინ არ გვიცნობდა, იქ რაღაცა თანხა გიждდება გადაცემაში, რომ მიხვიდე და გთხოვთ მომიწვიოდა. როგორც კი ეს ეკოლოგიური კომპონენტი დაემატა, უკვე მე აღარ ვთხოვდი. უკვე მე იმას ვინიშნავდი. კალენდარში დღეს ამ ტელევიზიაში, დღეს ამ ტელევიზიაში. გავშირდება 4 სამუშაო დღეში. ხო ეუბნებოდი. ეხლა როგორი განცდა გაქვს? ანუ ზოგადად ძალიან პოპულარული იყო რაღაც პერიოდი ეს ეკოლოგია, მწვანე ეკონომიკა და ასე შემდეგ რეციკლირება. ну ევროპის ეჯენდისთვის დღესაც მაინც პოპულარულია, თუმცა ანუ ამერიკაში შეცვლილი სიტუაციის ფონზე როგორი მოლოდინები გაქვს, ანუ შეიძლება რომ თქვათ ესეთი პოპულარული აღარ იყოს რა. არა გამორიცხული. არა გარდავალი. ეხაც ევროპაში რო ვიყავით, სიტყვას ვიყავით შვედეთში დაგვეხმარა. შვედეთში რა თქმა უნდა პოპულარული იქნება. UN Global Compact-მა წაგვიყვანა, ესე თქვა და იქ ჩაინიშნა შეხვედრები. საოცრება ხდება იმ შვედეთში, უბრალოდ რომ იმათი გამოცდილება გვენახა და გაეზიარებინათ, რომ რა ხდებიან ნარჩენების მართვის კუთხით, გადამუშავების კუთხით, შეგროვების კუთხით. მოკლედ ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩაინიშნა და ბევრი კარგი წამოვიღე იქიდან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგიყვებით რა ნახეთ აი გაეროს გლობალური შეთანხმების დახმარებით დელეგაცია ვიყავით ჩასულები და ექსკურსიას წაგვიყვანეს პორტში და იქ არის პორტის რაღაცნაირი ესეთი დასახლება და გვათვალიერებინებს ქალბატონი გამოვიდა, რომელიც ექსკურსია ამწყოლი, რომელიც გვათვალიერებინებს ამ 15 კაციანი დელეგაცია დავყავართ ამ დასახლებაში, როგორ ცხოვრობენ, როგორ აიგო, რა ხდება, მოკლედ რა, სამეზობლოში რა ხდება, აქ მანქანის შესვლა შეიძლება თუ რა რაც ჩქერთ უნდა იაროს, რომ მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერი და ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ ესო ნაგვისურნა არის, და ეს ნაგვისურნა არის, ესე ჩაგდებ ნაგავს და ვერ ამოიღებ აშკარად იმ ნაგავს რა. რო ჩაყვეს რამე შანსი არ არის, ხო? ხო, ну თემა რა არის მოკლედ რა. რო ჩააგდებ ამ ნაგავს და რაღაც დონემდე აივსება სენსორი აქ, ის სენსორი მისცემს სიგნალს და ესე წნევით ჩადის ქვემოთ რაღაცა მილში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მიდის 70 კილომეტრის სიჩქერით. ნარჩენი ესე იწოვს რა, ანუ ვაკუუმზე აწყობილი სისტემა არის, რომ მანქანა არ შევიდეს და კიდე საწოვი არ დაიხარჯოს და ხმაური არ იყოს და არ შეწუხდნენ და მიდის და სადღაც კონტეინერში გროვდება და იქიდან გააქვს მოკლედ და ეს ყველაფერი თავისთავად ცალ-ცალკე მილებია ყველაფრისთვის ცალ-ცალკე უნდა ჩაიყაროს არევა არ შეიძლება მილები ჩადის მიწის ქვეშ მაგრამ თავები ესე სიტყვაზე ამოყოფილი აქვს ესე გამოაღებ კარებს ჩააგდებ დახურავ და ის რო აივსება, არ ვიცი, რამდენ ხანში წაივსება. ავტომატიზებული. მიფრინავს მოკლედ ეს ნარჩენი. ავტომატიზებულია და. ანუ ის არის თორი, არის პატარა ნაგვის მოგზაურობა, ხო, ვიღაც ტიპი წერს იქ. ძალიან საინტერესოა. ანუ მაინც ეს ეჯენდაში ერჩება ესე. აუცილებლად რჩება. ის ვერ გავიგე რა თამაშობს თუ იმაზე არის საუბარი, აი იმაზე არის საუბარი, ის რა თამაშობს. მე ვერ გავიგე. ანუ ეს რაღაც ბლეფი არის თუ მართლა ესეთი წარმოდგენები აქვს, მაგრამ ევროპა ამბობს რომ რა იბან თუ გააფრინა ის თუ ტყარში გადახტება ჩვენც ყარ გადახტებით ტყარში. ანუ ეს არის გარდაუვალი. ევროპის მოწინავე ქვეყნებს სიტყვაზე. ეს გადაღებული თემა ხო ეს ევროპა. რატო არის კარგი სიტყვაზე ევროპა? გადაწყვეტილი აქვს რომ 2050 წლისთვის თუნდაც შვედეთს და დანიას გადაწყვეტილი აქვს რომ ესე იგი ეკოლოგიურად ნეიტრალური ქვეყანა იყოს, რაც ნიშნავს, რომ არანაირი ზიანი 2050 წლისთვის არ მოიტანონ, არანაირი ზიანი დედამიწას არ მოუტანონ. და კარგად მივდივართ და 2050 წლამდე არ დაგჭირდებაო და ვფიქრობთ, რომ უფრო ადრე მივახცეთ ამას. აი ამ დონეზე არის მისული, ამიტომ ეს არ დაკარგავს აქტუალობას, იმიტომ რომ უბრალოდ გარდაუვალია 2050 წლისთვის, მით უმეტეს დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდი გახდება.
თან აი მოხმარება გინდა საწვავის და გინდა პლასმასის საოცრად იზრდება გარდა მოსახლეობის ზრდის ერთ სულ მოსახლეზეც იზრდება ტანსაცმლის ეს პლასმასის პლასმასს შეიცავს მოკლედ ახლა ჩვენაც გვაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე დედამიწა ამას არ მეატოვებს არავინ ასე ამის შეგვეშინდება გარდა რაოდენობისა ადამიანების დედამიწაზე კიდევ ერთი ფაქტორი არის კულტურული ფაქტორია მანდ იმიტომ რომ რეალურად დღეს რა წარსულში რო იყო ესეთი კულტურა რომ ჩვენ ვიყიდით ერთ პერანგს მაგალითად ან ერთ შარვალს და დიდი ხანი გქონდა ეხლა ეს სწრაფი მოდის ტენდენციები საერთოდ სხვა არის და ამას ემატება სოციალური მედია კიდევ სადაც ან ყოველდღე სხვადასხვა რაღაც უნდა გეცვას ხო და რეალურად მეტი მატერიალები გჭირდება იმისთვის რომ ეს ყველაფერი შექმნა თუ დაკვირვები უნდა გაგაწყვეტინო ბოდიშს და საინტერესო რაღაცას თუ დაკვირვები ხარ რა პერიოდი იყო აი ეს მეორადი ტანსაცმელი რომ შემოვიდა როდინდელი საქართველო ხო გახსოვთ მეც შეგაწყვეტინე ბოდიში ერთი მაღაზია შემხვდა ძონძო არმანი ესე ერქვა რა ანუ მეც მინდა რომ შეგაწყვეტინოს და არაფერი არ შეგაწყვეტინოს და აი მოგიყვებით ახლა ანუ ყოველთვის ქონდა შეგრძნება რომ თან ბევრჯერ მიყედი ამოკლეთ მეორადებში იმ პერიოდში და სიტყვაზე მერეს და ფიქრობდი რომ რა უცნაური ხალხია ეს ევროპელი როგორ ყრიან ამ ტანსაცმელს ანუ ეხა ხვდები რამდენად გაჭირვებულები ვიყავით მაშინ სრულიად ერი 90-იან წლებში ეხა თუ ხარ დაკვირვებული რომ არის გარდერობში მაგ ტანსაცმელი რომელსაც ნუ ძალიან დიდი ხანი არ ხმარობ და ეხლა ხვდები რომ აი თურმე ისინი რატო აბარებდნენ იმ სულ ახალ ტანსაცმელს კი და სხვათა შორის დღესაც ძალიან პოპულარულია ეს მეორადი ტანსაცმელი ეხლა უკვე იმ რაღაც რაციონალური ფაქტორი შეიძინა რომ აი second hand იმ თვალსაზრისით რომ პასუხისმგებლიანი ხარ და არს Instagram-ზე და შოპები მე ამას წინათ ვიყიდე სხვათა შორის სადაც შეგიძლია იყიდო მეორადი მოხმარების ტანსაცმელი ამას წინათ ვიყიდე და გამახსენდა რატო აღარ დავდივარ თქო ვფიქრობდი უსფოთ დინამოსთან ვიყავი ახლოს იქ მოკლედ მორევი გაიხსნა ესეთი ბარია ესე ვთქვათ რა და რაც უცნაური ამიდი იყო და შევციუდა და რა ვქნა და გამახსენდა რომ მეორადები არის და გავიდე კურტკა ორი კურტკა ვიყიდე кайფასში 50 წლა აგარი და ჩავის მოკლედ პრობლემა გადავწყვეტე და გამახსენდა რატო არ ვიყენებ თქო ფიქრობ კაი, მომავალზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ, რადგან მაინც მასზე გამდევნდა მივიდეთ საბოლოო ჯამში. საით მიდიხარ შენ ცალკე კომპანიასთან ერთად? როგორ უყურებ მომავალს, როგორ წარმოგიდგენ? რა როლი აქვს აი მომავალს შენ ფიქრებში, ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში? რას გრძნობ როგორც ფსიქოლოგები გეკითხენ? ვი ამბეთ თქვენს? არა, ეს რას გრძნობ არის ძალიან ისეთი რთული კითხვა სხვათა შორის ძალიან. ცოტა არ ვიცი ხა მე რასაც ვფიქრობ შეიძლება ვიღაცას ძალიან არ მოეწონოს და ცოტა შეეშინდეს მაგრამ მგონია რომ ადამიანის ინტელექტის და ხელოვნური ინტელექტის შერწყმა აუცილებლად მოხდება და არა ბრძოლა როგორც იძახი როდეს დაიწყება ბრძოლა არ ვიცი მაგრამ ანუ ეხა ბრძოლა არის ჩვენ შორის და სიტყვაზე არ ვიცი ვთქვათ ლომების პოპულაციას შორის არა ხო ნუ აი ვიღაცა შეიძლება თავისი გამორჩენიდან არ ვიცი შეიძლება მარტორქა მოკლას ან კიდე სპილო მოკლას რქის საჭიროებიდან გამომდინარე და არ ვიცი მოკლედ გაყიდოს და შევამცირეთ პოპულაცია ნამდვილად მაგრამ ეხლა როგორ ვფრთხილდებით სიტყვაზე ხო ადამიანები იმდენად განვითარდი და არ არის გამორიცხული რომ ჩვენ ცოტა ხანში ზოოპარკში დავიწყოთ ცხოვრება და შეიძლება მოგაქციოს ხელოვნურმა ინტელექტო, თქვენ არ ინერვიულ. რომ შეგვინარჩუნო, როგორც აი გადაშენების პირასპირა. ისტორია. რამ ხელა მანძილია დროში აქედან მაქამდე რასაც ამბობ. ამ საერთოდ არა, ეგრე უყურებ მართლა თუ ეს ცოტა ხუმრობ მაგ ამორიცხული ხო არაფერი არა, ანუ აუცილებლად შეშინია ხელოვნური ინტელექტის თუ არ მეშინია. მომკლედ მე დარწმუნებული ვარ რომ პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტი ჩვენ შესაძლებლობებს უსაზღვროდ გაზრდის და დიდს გახდის. აი იმ მომენტამდე რომ მივიღოთ მე სრული წარმოსადგენია რის შესაძლებლობები მექნება, მაგრამ ბევრად მეტი შესაძლებლობა მექნება. შეიძლება დღეს რა საქმესაც ვაკეთებ მე 5 დღეში. გავაკეთო 1 საათში სიტყვაზე მოკლედ. ანუ ბევრი გავხდე ძალიან შეიძლება, ხო?
ეგეც ძალიან საინტერესო. ძალიან პროდუქტიული შეიძლება, ბევრად პროდუქტიული შეიძლება გავხდე. იმიტომ რომ ხანდახან არ მყოფნის მე პირადად 24 საათი. ხო, გეთანხმები, მაგრამ აი მაგ ნაწილში რამდენად პროდუქტიულობას გაგვიზრდის შენ ახლა შენ პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, შენ პროდუქტიული, ისედაც პროდუქტიული ხარ როგორც ადამიანი და დაგემატა ხელოვნური ინტელექტი, გახდი ბევრად პროდუქტიული, იმიტომ რომ ტიპაჟი ხარ, ხო, ესეთი. მაგრამ ამ სამყაროში ხო არსებობენ სანდროები და არასანდროები, გიორგები და არაგიორგები და რო გადავხედოთ რეალურად პროდუქტიული ადამიანი, რომელსაც რაციონალური აზროვნება აქვს, რომელიც ხედავს შესაძლებლობას, ანუ არც ისე ბევრია პროცენტული წილი, ანუ დიდი უმრავლესობა, რომელიც შეიძლება გასართობად იხედებს. მე მგონი მათ უბრალოდ დასვენების საშუალება მიეცემათ. ხო და აი ამ მაგნაწილში აი ბოლო პერიოდში ინსტაგრამზეც მხდება ხოლმე შენ შეხვდებოდა გიორგი დარწმუნებული ვარ ეს რამდენი მილიარდი დაიხარჯა ChatGPT-ის განვითარებაში და ადამიანებიან მაგალითად ეკითხებიან დავშორდეს უარა შეყვარებულს ან რაღაცა ესეთი აი მაგნაწილში აი პროდუქტიულობას რამდენად გაზრდის თუ ადამიანების დიდი უმეტესობა რეალურად ვერც დაინახავს ამის ღირებულებას როგორ ფიქრობ? ალბათ ვიღაცები ვერც დაინახავენ ცალსახად საშუალებას ძალიან დიდ საშუალებას მისცემს კაცობრიობას სანდროს თუ მისცემს და 50000 სანდროს მისცემს და 50000 გიორგის და 50000 ანას მისცემს და სიტყვაზე 50000 არ ვიცი ვიღაცას პირობითად X ადამიანს არ მისცემს ჩვენი გაზრდილი შესაძლებლობები იმ ადამიანს მისცემს საშუალებას რომ უბრალოდ ეკონომიკა ისე გაიზარდოს სახელმწიფო იმდენად შემოსავლიანი იყოს რომ იმან შეიძლება საერთოდ არაფერი არ აკეთოს და ისე იცხოვროს და სახელმწიფო დოტაციაზე იყოს და მან ხა მივიდივარ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ფიქრობთ არა რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება კიდე უფრო მეტად გაზრდის აი ამ გეპს რაც არსებობს მდიდრებსა და ღარიბებს შორის დღეს ისედაც იმიტომ რომ მდიდრები უფრო კარგად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. იცი რა არის შეიძლება ნუ მდიდრებში უგულისხმობ ადამიანს ვისაც აქვს კარგი განათლება ცოდნა და ასე. ეხლა რა ხდება რა ეს ბოლო 5 რაც Google VO3 გამოვიდა ვიდეოს გენერაცია. ანუ ჩემი პრობლემა სულ არის ეს production-ი. სულ მჭირდება კარგი რეკლამა იმისთვის რომ პროდუქტი გავყიდო, აუხსნა რა პროდუქტი არის და მივაწოდო და ასე შემდეგ. მე თუ ამას კარგად მოვახერხებ, ჩემი შემოსავლებიც აბსოლუტურად სხვანაირად გაიზრდება. ვერანაირად ვერ ვახერხებ ამდენი ენერგიის ჩადებას და ამდენი ფულის გადახდას, რომ იქ რეკლამა, ყველაფერს ამას ჭირდება დრო და ენერგია. მაგრამ რაც ახლა ეს ხელსაწყო გამოვიდა, გადავიხადე $125 და რამდენიმე დღეა, ყოველ დღეში რამდენიმე საათი ვზივარ და ვაგენერირებ ვიდეოებს, ვუწერ სცენარს და ის, არ ვიცი, ხასიათსაც, გამომეტყველებას, არტისტისაც, სახიობურ ნიჭსაც, ავლენს, არ ვიცი, განათება, დღე მინდა, ღამე მინდა, თეთრმანქანაში მინდა ჩავსვა, რა მინდა გავაკეთო. ჩვენი გადამღები ჯგუფი გისმენთ ისეთი ყურადღებით, რომ აპირებენ მე მგონი გამოიყენო. ხო, თავები ხوار დავიგენერიროთ და ხო და იმის თქმა მინდა რომ ამას ვიღაცა თუ ვერ აკეთებდა, ანუ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლია რომ დაждდეს და უბრალოდ აკრიფოს დავალება მისცეს და იმან მიიღოს ის შედეგი და არაჩვეულებრივი რეკლამა გაუშვოს და რაღაცა გაყიდოს. რამე უნდა მოიფიქრა. ანუ უამრავი ზაშეჭბოდა. ნერვულად ძალიან სწრაფად არ მოხდება ეს ცვლილება. თუმცა შეიძლება ბევრად მეტი რეკლამა შესთავაზო ადამიანს რომ ყველა ვერ აითვისებს ამას და შენ შეიძლება დღეს თუ ერთი რეკლამის გადაღება შეგიძლია მთელი კვირის განმავლობაში მე 10 გადაიღო ორდერში. ნიკატკვიანი ბიჭია დაინახავს მაგ ყველაფერს. კი, აი ამ ემოციასთან დაკავშირებით მინდა რომ ერთი გადახვევა გავაკეთო. ჩანაცვლება ანუ ერთ-ერთი უდიდესი შიში რაც კაცობრიობას აქვს და ირგით ადამიანს რომ ვაიმე ჩამანაცვლებს, ვაიმე რაღაცა ჩემი უნარები და ჩვევები და თვისებები და ასე შემდეგ არარელევანტური გახდება. აი, შენ სანდრო მაგალითად თუ ფიქრობ რომ ჩანაცვლებადი ხარ საერთოდ. აი, რამდენი პროცენტით ხარ მაგალითად ჩანაცვლებლად თუ საერთოდ ხარ? მე მგონია რომ ხელოვნური ინტელექტით. ერთი 30 წელიწადში ალბათ შეიძლება სრულად ჩამანაცვლოს. არ ვიცი როგორ იქნება. ან უცებ ვიღაცა ვირტუალურმა სანდრომ დაიგენერიროს თავი და მოგადგეს დაგიკაკუნოს რომ და იქნება ის ვირტუალური სანდრო ჩემი ის იყოს, რა ქვია. კლონი და ჩემი ასისტენტი იყოს და მე მემსახუროს და ჩემს კეთილდღეობას, ჩემს განვითარებას გამოაჩინოს. მე აღარ ვიზრუნო სიტყვაზე რაღაცა რიგით. ეგ არის გამრავლება.
უჯრედის გაყოფით როგორც იყო, მაგრამ მე მაგ ერთი ისეთი კითხვა მაქვს რა, რომ აი ხო ამბობდი რომ ეგო და ADHD და ხასიათი და ენერგია და რაღაც, ანუ ეს მეორე ტიპი როგორ უნდა გახდეს შენი ასისტენტი, აი ეგ არის საინტერესო. შენნაირივე ტიპი. მაშინ რაღაცებს უნდა დაუწიო, აუწიო ხო თვისებებს იმებს, რომ რაღაცა ანუ ერთად იმუშავებს თუ რაღაცა ერთნაირად დამუხტული ნაწილაკებივით განიზიდავთ ერთმანეთს, როგორც ფიზიკაში. არ ვიცი ხა მე პარტნიორები ზოგადად ვყავს, ხელოვნური ინტელექტები არ არიან, მაგრამ ვყავს პარტნიორები და ხა ეგო რაც ახსენე რა, მე ვსჭირს რომ უჭირს უფრო კარგის და ძლიერის ატანა. ძალიან მაგარ რაღაცას შეიძლება. ვერ ვიტყვი რომ მე მჭირს. როგორი რეაქცია გაქვს კარგზე და უფრო ძლიერზე და უფრო ჭკვიანზე? არჩევლებრივად ყავს პარტნიორი, რომელიც ბევრ რამეში ჯობნის და ჩემზე უკეთესი არის და არჩევლებრივი პარტნიორობა გვაქვს და სინერგია გამოდის და ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ. არის რაღაცები, რაშიც ვიმაჩნია, რომ მე უფრო კარგი ვარ და თავისთავად ვცდილობ, რომ ეს გავაკეთო. თუმცა ძლიერის ყოლა ძალიან ცუდი არ არის, ძალიან კარგი. აი, მე ერთ კითხვას დავსვამ კიდე. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ აი ეს სინერგია რაც ახსენე შედგეს? იმიტომ რომ შეიძლება მე ერთი უნარი მქონდეს, ანას მეორე, შენ მესამე, ბევრ ვიღაცას კიდევ სხვა უნარები, მაგრამ სინერგია ვერ შედგეს ჩვენ შორის. აი რა უშლის ამ სინერგიას? ეხლა ადამიან პიროვნებაზე ამბობ თუ ხელოვნურ ინტელექტზე? არა, პიროვნებაზე დამაინტერესა, პარტნიორებზე ხო თქვი და იმიტომ რომ ეს მქონია ბევრჯერ შემთხვევა, ხან ბიზნესი დავაფუძნე, ხან პროექტი, ხან რაღაც და აი საინტერესოა რას ფიქრობ მალე. ანუ ჩვენ წინა გადაცემიდან გავდინარე წინა რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ όσο თუ ეს წინა გადაცემიდან გავდინარე გვისაუბრია და მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ კუთხით, რომ ბევრ საქმეში პარტნიორი ამიყვანია, იქ კიდე მეგობრები ამიყვანია და ბევრი სიტუაცია ყოფილა. წარუმატებელი მაგალითებიც ძალიან ბევრი მახსოვს. აი რა უშლიდა ხოლმე ხელს მაგალითად, რამე თვისება, რამე მაინდსეტი, მიდგომა. მაინდსეტი ალბათ ჩემი შეცდომა იყო. ეროვნული ფაქტორიც ხო არ მოქმედებს მაგ შემთხვევაში. მე მაგალითად მაგ ხოლმე ეგ დაკვირვება, რომ ზოგადად საქართველოში ბიზნესმენებს არ უყვართ გაყოფა საქმის, არც პარტნიორი უყვართ, ურჩევნიათ რომ მარტო იყვნენ, იმიტომ რომ ვინმე რამე არ წამართვას აი. მოდით ესე ვთქვათ, რომ ბიზნესმენობა ქართველების არ არის. არა, ამას მქონს რომ ქართველი ადამიანი ხო რაღაც კონკრეტული კულტურული მახასიათებლებით ხასიათდება. კულტურული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვაჭრობა ჩვენთვის ყოველთვის მეც ხარ არ სიამოვნებს ხოლმე ვიღაცა რომ მევაჭრება, ან ვიღაცას ვევაჭრო, ან დავაკლებ, აი მოკლედ ბევრი ვილაპარაკო. არ მომწონს. ანუ ჩვენ არა გვაქვს ბიზნესის კულტურა, არ ვიცი, აწრეულობის ან ასწრეულობის არ ვიცი, ებრაელებს რო შევადაროთ, იქ იყიდე გაყიდე ვაჭრობა არის. ანუ ბიზნესი ადრე ვაჭრობა იყო, ხო, არის რეალურად ძალიან საფუძველი ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა. აღებ მიცემ, ჩვენთვის, ჩვენ კულტურაში არის. აი, რაღაცა ხელის ჭუჭყია თუ რა, რატო არის ხელის ჭუჭყი? ანუ როცა კარგი საქმით და პატიოსნად თუ რაღაც კეთილსინდისიერად იღებ ამ ფულს, რატო არის? და მდიდარი ადამიანები არ ვართ კიდე. ცუდა რაღაცა საქართველოში მდიდარი ადამიანები არ. ხო. აი ერთ რაღაცას დავამატებ იმ კითხვას, რაც ანამ დასვა და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. მე მაგალითად ამ თემაზე მუშაობ, ხა სადოქტორო კვლევას ვაკეთებ და ერთ სტატისტიკას დავამატებ, რაც ანამ დასვა იმ კითხვას. რომ საქართველოს და შენც დავამატე მე რომ წერან თქვი რომ მაგალითად ამის კულტურა არ გვაქვს, იქ უკვე არის კულტურა, აი ჩვენი კონკრეტული მახასიათებელი რა არის ხა? ქართული, უმსხვილესი ქართული კომპანიების დამფუძნებელი 100%-ის წილის მფლობელი და დირექტორი არის ერთი და იგივე ადამიანი. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რაც შენახსენე, ქართული ბიზნესი არის ახალგაზრდა. ანუ 30-32 წელია, 33 წელია, რაც არსებობს და ის დამფუძნებელი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჯერ კიდევ აქვს იმის ენერგია და ან ჯერა რომ შეუძლია რომ კომპანია მართოს და ეს გადაბარება არ ხდება და ეს გაყოფაც არ ხდება და ნდობაც არ ხდება ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ხო ვიცი. ანუ აი რამდენი კომპონენტია რა. ქართული გარდა იმისა, რომ ქართული ბიზნესი არის ახალგაზრდა, ბიზნეს კულტურაც ახალგაზრდა, ბიზნესის ისტორიაც ახალგაზრდა არის. ანუ მეფის რუსეთამდე რა ხდებოდა, ვაჭრები ჩვენ არ ვიყავით, ხო სიტყვაზე რა, ერეკლეს დროს რა ხდებოდა სიტყვაზე. ესე იგი მე საბჭოთა კავშირში მოხვდით და იქ საერთოდ ბიზნესი
აკრძალული იყო. ხო. ანუ გეგმიური ბიზნესის და კერძო სექტორი არ შეიძლება გქონოდა ბიზნესი რა იყო სახელმწიფოს ძარცვა იყო ბიზნესი. აი ეს იყო ჩვენი კულტურა. ანუ არ არის რა მოკლედ განვითარებული. ეხლა 90-იანებშიც მაგის ბევრი მაგალითი. ნუ იქიდან გამომდინარე ისე ვიცოდით იქნები გქონდა ნასწავლი სიტყვაზე რა. ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა საკმაოდ ასაკიანმა ამიხილა ამაზე თვალები, აი რომ დავიწყე ჩემი კვლევა და პირველ ინტერვიუებს რო ვაკეთებდი, მან მითხრა რომ ჩვენ წინაპრები არ ყოლიაო. აი რასაც ამბობდი რა, კულტურა ერთია, მაგრამ ჩვენ არ ყოლია წინაპრები ბიზნესმენები, ესე თქვა, რომლებსაც მივიდოდით და ვკითხავდით, რომ როგორ კეთდება ეს ბიზნესი. რა მასწავლე. ასევე ჩვენ ბიზნეს სკოლა არ დაგვიმთავრებია, იმიტომ რომ ბიზნეს სკოლა საბჭოთა კავშირში არ არსებობდაო რა. ესეც ფაქტორია რა თქმა უნდა, ხო? და საბჭოთა კავშირამდე კიდე ისე არ არსებობდა. საქართველოს ბაზარს რო გადახედო ბიზნესს, უმეტესობა ყველაზე მსხვილი კომპანიები არის 90-იანი წლების დროს შექმნილი და უმეტესობა არის შექმნილი იქიდან დარჩენილ ლეგასიზე. მაგალითად ტელეკომში, მაგალითად ინფრასტრუქტურაზე, შენობა ნაგებობებზე. და ჯერაც ამაც ედგას ეკონომიკა. აი, სანდრო არის ახალი ესე ვთქვათ საბჭოთა კავშირის შემდგომი ეკონომიკის ნაწილი. შენი თაობის ბიზნესმენები, აი გრძნობს ხო, ბასი ხე მე დარწმუნებული ვარ იმ ბიზნესმენებთანაც გაქვს ურთიერთობა, ესე ვთქვათ გადმოყოლილებთან და იმათთანაც ვინც ახლებიან. რა სხვაობა არის? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ქართულ ბიზნესმენებთან ძალიან მიჭირს ურთიერთობა. იგივე ამ კულტურიდან ეთიკის არასებობიდან გამომდინარე და კიდე ესეთი ეხა გამახსენდა რა ესეთ რაღაც ვამბობდი რომ ქართული ბიზნესის განვითარებას ქართული ეგო საშინლად უშლის ხელს. ქართული ეკონომიკის განვითარებას ქართული ეგო უშლის საოცრად ხელს. რომ ვიღაცამ თავი მნიშვნელობა არ ვიცი შეიძლება საქმეზე დაურეკო ვიღაცას და არ გიპასუხოს ეგრევე და რამდენიმე საათის მერე გადმოგირეკოს ან აი ესეთი რაღაცა სისულელე პედესტალზე დაყენებულ თავებს ხო? ხო, ან კიდე ნუ არ ვიცი ხა. მე დავდივარ ელექტროსკუტერით. არ ვიცი, ჩემ მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ მანქანას იყიდიან სიტყვაზე. ტრანსპორტით არივლიან, მეტროში არ ჩავლენ. ხო, ხვდებით აი ეს ტიპაში ხო ყველა წარმოგიდგენია და მე იმასთან ურთიერთობა თავისთავად მიჭირს, მოკლედ. ეგეც მაგრად შეიცვალა ბოლო წლებში, სხვათა შორის, იმიტომ რომ მე დაახლოებით 2 წლის წინ მანქანა გამიფუჭდა და იმ დონეზე გამიფუჭდა რომ აღარ მინდოდა გაკეთება და გავყიდე რა ესე და რაღაც პერიოდი მომიწია ჯერ რაღაცა ტაქსით დავდიოდი მე რაღაც ავტობუსში ავედი მე მეტროში ჩავედი მე რაღაც მე მივხვდი რომ ინფრასტრუქტურა შეიცვალა ხა ჩემ ბავშვობაში მე რო დავდიოდი სამარშრუტო ტაქსებით ავტობუსებით და ტროლეიბუსებითაც მაშინდელი ინფრასტრუქტურა საერთოდ სხვა იყო და დღეს საერთოდ სხვა არ დღეს შესაძლებელია ბევრად მარტივად რო გადაადგილდე ალბათ ეგეც არის ხო ეხლა კატეგორია მაინც რჩება რომელიც არავითარ შემთხვევაში ხო და მე ვაღიარებ რომ მეც ვიყავი დაახლოებით რამდენი წელი 10 წელზე მეტი მყავდა მანქანა რომლითაც ანუ რაღაცა ხანდახან იყო რომ პურზეც მანქანით ჩავდიოდი რა რაღაც ესეთი იყო მაგრამ უცებ რო გამოვცადე ეხა ხანდახან ეხა უკვე ვიყიდე მანქანა მაგრამ ხანდახან ვფიქრობ რომ რატო ვიყიდე ეს მანქანა მე დღეები მიდგას მანქანა მყავს ამავდროულად რა დღეები მიდგას მანქანა მაგრამ ეხა უკვე აი 2-3 დღის წინ მაგალითად ქონდა შემთხვევა და ავფიქრდი რომ აუ ეხა მეთქი იქ რა და პარკინგში მანქანა სადაც მივდივარ და მოდი ვაღიარებ ხო ანუ გადაადგილება გაჩერება გადაადგილება აი საცობის თემა აღარ იყო გადავლილი იყო მაგრამ ვიფიქრე რომ მეთქი იქ რომ მივიდე ეხა ამ მანქანით როგორ დავაპარკინგო რაღაცა დავფიქრდი და მეთქი არა მანქანას დავტოვებ და მოდი წავალ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თან რაღაცა ბას ლაინში უფრო მარტივად მივედი და უფრო სწრაფად მივედი. ბას ლაინში თუ ბას ლეინში? ბას ლეინი არის ზოგადად ინგლისურად სწორი, მაგრამ ჩვენთან დამკვიდრდა ეს ტერმინი. ბას ლაინი. ბას ლეინი წერია რომ დავხედოთ. ლეინი არის რეალური ველოდებოდით სადღაც ვიყავით და ბას ლაინით მოდივარ და ვერ მივხვდით რა. და მე ანუ ბას ლაინით მოდიოდა ტაქსით თუ ბას ლაინით ავტობუსით და მე მივხვდით რომ პროსტა ავტობუსით მოდიოდა ბოდიში პროსტას გა. ბას ლეინი არის სწორი, ეს არასწორად რო დაასწორებული ყველა ესე იცის. კაია რომ შენიც იმიტომ შეგატყვი მეგონი ბას ლეინი თქვი კიდევ. მეც ბას ლეინით, ანუ მომწონს ბას ლეინით სიარული, იმიტომ რომ საფსობს ხანდახან არის რომ ავტობუსით ვიდივარ, რომელიც ბას ლეინში მოძრაობს, ხანდახან თეთრი ტაქსის ვიძახებ და ხელოვნური ინტელექტი არის ამაში ძალიან კარგად ჩართული რომ აი რაღაც ეს აპლიკაციები არის და რომელი ფერის ტაქსისაც გინდა გამოიძახებ და ჩვენ ცხოვრება გააიეულა ხო
გაამარტივა, ხანდახან ფეხით მივდივარ, ხანდახან სკუტერით, ხანდახან მანქანით, ხანდახან მეტროთი, არ ვიცი მოკლედ რა. ბევრი იმიდან, ეს არის თავისთავად მიზეზები, რომ გაჩერება და სისწრაფე. და ამას გარდა არის რომ ეკოლოგია და რაღაც სიამოვნება და ნუ ქალაქში სხვანაირად სიამოვნებს ხოთა შორის. კი, მეც ძალიან ვისიამოვნე და გამიხარდა რა ეს გამოცდილება რომ შემეჯახა ცხოვრებაში, თორე შეიძლება საერთოდ არ მიმეღო ეს გამოცდილება. ანუ სტუდენტობის მერე რეალურად ამ მანქანაზე მიჯაჭვული ვიყავი რა და ძალიან გამიხარდა რომ ეგ ტენდენცია შეიცვალა. როგორ აბალანსებ საქმეს და ჰობს პირად ნაწილს შორის? ანუ ჰობი და საქმე ხო დავაკავშირე ერთმანეთს. და აღარ გიწევს და საკმაოდ აი ხა ჩემი ჰობი, ახალი ჰობი მაქვს რომ ვიდეოები დავაკიდე და რეკლამები გადავიღო. ხო და ეგეც ხო უნარებს მოითხოვს რაღაცას, აი რას მოითხოვს. პრინციპში ეგეც საქმის ნაწილია. კიდევ ერთი ჩემი თვისება არის ეს, რატომ მივედი კიდე აქამდე, რომ ანუ რაღაცას რო ვაკეთებ, ხო? აი რაღაცა ფორმას რომ მივიღებ, მე მიდის ამის დახვეწა, გაშალაშინება. კიდე ერთი ვერსია, სანამ აი რაღაც იდეალურ დონემდე, ბრწყინვალებამდე არ მივიყვან, პერფექციონიზმამდე არ მივიყვან, არ ვჩერდები ხოლმე. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სიტყვაზე ვიდეოგრაფები და ოპერატორები და ეს ისინი გამირბიან, იმიტომ რომ აი რაღაცას რო გააკეთებენ, არა ეხლა კიდე გადააკეთე და ისე არ არის სიტყვაზე. პოდკასტის ჩანაწერს არ გაჩვენებ. არიღლება. ვეზრდებათ მოკლედ და აქედან გამომდინარე ვისწავლე აი ზუსტად ამ პროგრამაში ხაზვა, ვსწავლობ ეხლა აი ამ ხელოვნურ ინტელექტთან, ნეიროქსელთან ურთიერთობას, რომ იმის ანბანი ვისწავლო და მარტივად მივცე ხოლმე დავალებები და რაც მე ჭირდება მივიღო. და ეს არის ჩემი ჰობი ამჟამინდელი, რომელიც ამავდროულად რომელზეც ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავ, გამიღვწი. კი, დროს. და დროს. კი, მაგრამ როგორ ერთ შედეგზე ვარ თუ ეს ჰობი გართობა. არაჩვეულებრივ. ანუ გართობა, როგორ აი მაგალითად ხო რეალურად მეც ეგეთი პროფესია მაქვს რა თან საქმე და თან და იმდენად მიყვარს რომ ისეთია ჩემთვის რა თან ბევრი სიამოვნება მოაქვს მაგრამ მაგის გარდა კიდე რაღაც ჰობებიც ხომ გაქვს მაგალითად რაღაცას თამაშობ ტენისს და ასე შემდეგ კიდე ვიდეო თამაშები აუგზალე ერთმანეთს ის საკუთარ მიყვარს ენდურო მოტოციკლეტი ძალიან ჩემი გატაცება არის რომელიც არის რკინის ცხენი ესე ვთქვათ და არის უგზოობის და თის მოტოციკლეტი და ძალიან კარგად ვერთობი ადრენალინს იმატებს. კი, თან არის ფიზიკური დატვირთვა და თან მეგობრებთან ერთად გავდივართ რამდენიმე კაცი და იქ შეჯიბრის ელემენტიც არის და ვინ უფრო მაგარია და ვიღაცას თუ გაუჭირდა და ჩავარდა რომ ყველა ერთად უნდა დავეხმარო და ხუმრობა და ღლიცინი და მაიმუნობა და ყველაფერი ერთად ბუნებაში სიარული და პეიზაჟები იცვლება გადადიხარ ტყიდან, არ ვიცი, ღრეში, მთაში, ბარში, დაბლობში. და მოკლედ ეს ერთ-ერთი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გართობის ელემენტია და ჰობია, მოკლედ ეს სიარული. ამავდროულად საზოგადოებასთან ურთიერთობის წყურვილს ვიმყოფილებ, იმიტომ რომ ხშირად დავდივარ კლუბებში და იქ საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს და ეს არის ჩემი გართობის ესე ვთქვათ გზა, ანუ ორშაბათიდან პარასკევამდე ვცდილობ რომ არ ვეკონტაქტო არავის, იმიტომ რომ დრო მეაქვთ ესე ვთქვათ. აუ, მაგარი გვალვები დაიჭირა და რაღაცებს რო მეუნებიან, როცა ფოკუსირებული ხარ რაღაცაზე. ვცდილობ რომ არ ვნახო და საქმე ვაკეთო რა და პარასკევიდან არ ვიცი როგორც აეწყობა. სად მოხდებიან სად. აი, მაინტერესებს პერფექციონიზმი რომ ახსენე, სიტუაციიდან გამომდინარე ახსენე თუ გახასიათებს. იმიტომ რომ ყოველ მახასიათებსო, ხო? ანუ ისე რა, შეიძლება ამ რაღაც კონკრეტულ თემაზე ხარ იმდენად ფოკუსირებული, რომ გაინტერესებს და რაღაც, მაგრამ აი მაგას როგორ უმკლავდები თუ ამ საერთოდ გიშლის ხელს, არ გიშლის გეხმარება? არა, მიხმარება. ანუ თან სიამოვნებას ვიღებ. პროცესისგანაც ხო სიამოვნებას ვიღებ, საბოლოო შედეგისგან ვიღებ სიამოვნებას. მერე ის მოხმარებაში, აი როგორი ნივთი გამოდის, მე თვითონ რო მიჭირავს ესეც ხო სიამოვნებას, ვიღაცას რო ვანახებ და იმას მოსწონს, აი ეს რეაქციაც ხო სიამოვნებს.
ეს პერფექციონიზმი მხოლოდ იმას ეკავს, რასაც ქმნი თუ საკუთარ თავთან. აი. ეგ შემაწუხებელი შეიძლება იყოს, როცა საკუთარ თავს თხოვ ყველაფერში პერფექციონიზმი. მე როგორ არ გაქვს ეს მომენტები, რომ აი ზედმეტად მოგდის თუნდაც საკუთარ თავისგან რაღაცებს მოთხოვ. კი, ალბათ. და რას გრს? ესე იგი რას გძნობ რა ვცდილობ დავაკმაყოფილო ჩემი სურვილი რა ზოგი როგორ გამოდის ზოგჯერ როგორ გამოდის უბრალოდ იქამდე მივდივარ რომ და ისევ ამ ჩემი ADHD-დან გამომდინარე ერთმა როგორ მითხრა რომ რო გიყურებო სულ მოგონია რომ სულ გახსნილი ფანჯრები გაქვს რა ეს Windows-ის ფანჯრები რო დუდუდუდუდუ და აი მართლა ესე არის რომ აქედან გადავდივარ აქედან აი ეს იმას დაუბრუნდები და რამდენიმე პროექტი მართლა სულ ესე მაგ აი დრო გეუბნები, კარგი დიზორდერია, სადმე ვიშოვოთ. არის კიდე. ჩამოვტვირთოთ რა. მჭირდება. ფასიანი ვერსია უნდა ჩამოვტვირთო ეგრევე, თორე ეხლა დავიწყე შესწავლა ზუსტად რა არის სიმართლე რო გითხრათ რა. აქამდე დაბნეული ხარ რა იყო. და თუ როგორ დაიდგინე? მე თვითონ დავიდგინე. ანუ ასე მივხვდი რომ მაგარი საინტერესოა ზოგადად მაგას როგორ აღმოაჩენენ ხოლმე ადამიანები. ამას წინათ გავეცანი ძალიან ღრმად Spotify-ის დაფუძნების ისტორიას და ერთ-ერთი დამფუძნებელი მარტინ ლორენსონი ვინც არის, მაგან აღმოაჩინა ინვესტორისგან. ანუ ჩავიდა ხო შვედური კომპანია და ჩავიდა ამერიკაში რომ მიიღო ინვესტიცია ერთ-ერთი ცნობილი ინვესტორისგან და ამ ინვესტორმა ანუ ელოდება რომ შეხვდეს აუხსნას რა არის Spotify რაღაც. ეს ინვესტორი მოვიდა და უთხრა რომ აგერ ფულიო, ჩემი იურისტები დაგიკავშირდებიან რაღაცა და ხო, ერთი რაღაცაა ADHD გაქვსო და წავიდა ეს ინვესტორი. გაკვირდებიო და ეგ გაქორა შკარად, იმიტომ რომ სხვანაირად შანსი არ არისო რა. და Google არ ვიცოდი ეგ დიზორდერი. ხო და აი კიდე ერთ რაღაცას ვიკითხავ. როგორ 2050 წელი ახსენე, ხო, ევროპაზე და როგორი წარმოგიდგენია სანდრო 2050 წელს და რას გეუბნება დღევანდელ სანდროს, რას გეტყოდა? რას თული გეტყვა და ხო, აი რა შენი აზრით როგორი ტიპი იქნება და აი აქ რო დაგვიჯდეს 2050 წლის ვერსია სანდროსი, აი როგორ ჩაერთვებოდა და აი რას გეტყოდა კონკრეტულად შენ? პირველ რიგში ახლა უნდა გამოთვალ რამდენი წლის იქნება 2050 წელს. ეხლა ხო 25 წელი როგორ მომემატება ხო? ანუ 66-ის რო ვიქნები? აი ამ ხეცის ნიშანია და მე მგონი რომ რაღაც აი 67-იან 65. აი 67 წლის რო ვიქნები? არ ვიცი, ალბათ ძალიან გამოცდილი ვიქნები უკვე პირველ რიგში საქმიანობების და ბიზნესების კუთხით მაინც აქტიური ვიქნები ალბათ ეს ახალი რაღაცების შესწავლა ტვინის ნეიროპლასტიურობას მუზრუნველყოფს მოკლედ რო ვთქვათ ანუ აი ამ სიტუაციაზე პროგრამებს რო სწავლო და იქ მუშაობას ეს ალბათ უზრუნველყოფს რომ მაინც კოგნიტური შესაძლებლობები არ მექნება დაქვეითებული მექნება რაღაცა ესეთი საკმაოდ კარგად დაგროვილი გამოცდილება ბევრ სხვადასხვა სფეროში ჩამოშოლებული ვიქნები ალბათ უკვე რუტინულ საქმიანობებს და ნუ გადასული ვიქნები უფრო მეტად ჩემი გამოცდილების გაზიარებაზე საკუთარ თავს არ ვიცი რას ვეთყოდი რომ როგორ საკეთებ რასაც საკეთებ აი რაღაცაზე ოცნებობ ოცნებობ რა იგინდა გაქვს როცა წარმოადგენში რომ აი ამას მიაღწევ იცი რა არის რასაც ბავშვობაში უფრო მეტად ოცნებობდი ალბათ და რასაც ოცნებობდი ბევრ რამეს მივახციე მოკლედ რო ვთქვა რა ეხლა ოცნება რამე ესეთი კონკრეტული მიზანი არა მაქვს მაგრამ ბევრი მიზანი რატო გეკითხები იცი ანუ ეგ ხა ბავშვობას სწორად ახსენე აი ბევრს მეც მაქვს ეგ მომენტი და დარწმუნებული ვარ ჩვენ თაობაში ალბათ გიორგისაც და კიდევ ბევრს რომ აი რაღაც ოცნებები ხო ქონდა 90-იანებში და ამას მივახცეთ. ეხლა აქ ვართ რაღაც გარდამტეხ მომენტში და ან თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს ეხლა რომ აღარ ვიცი რა ოცნება მაქვს. რა აი კიდე სად უნდა წავიდე? ცოტა დაბნეული ვარ თქვენც თუ გაქვთ ეგ და აი რამდენად გაშინებთ. მე მაგალითად მაშინებს რომ რაღაც კაი კონკრეტული დიდი ოცნება არ მაქვს. კარგია. არა, შიშით არ მაშინეს. ნუ მაშინებს ეხლა ფიქრობ რა, რატო არა. არ ვიცი ახლა იუნგს უსმენდი დღეს და
მე ვარ 41 წლის რა 41 წელს ძალიან და 41-დან 43-მდე ძალიან ბევრი რამე იცვლება რა შენში ხდება ძალიან ბევრი მე ვგრძნობ რომ რაღაცნაირად უფრო მეტად შვიდდები თან საკმაოდ ბევრი გამოცდილება მივიღე ბევრი რაღაცა ვნახე ესე კონკრეტულად ოცნება არა მაქვს მაგრამ აი რაღაცა ზოგადი წარმოდგენა მაქვს რომ არ მინდა რომ გავჩერდე მინდა შევქნა რაღაცა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი რომელიც დარჩება მომავალ თაობებს და რაღაც კეთილდღეობას მოუტანს ჩემ ქვეყანას და კაცობრიობას. აი ეს არის ზოგადი მონახაზი. იმის იქით არ არის ესე თქვა კონკრეტულად წარმოდგენილი არ მაქვს რა უნდა იყოს ან რა იქნება. არ ვიცი. მგონია რომ ბევრი რაღაც იქნება. მიყვები წყნარად რა ანუ ამავე დროს რაღაცნაირად იმაში ბუდისტური სწავლებების ესე ვთქვათ მიმდევარი გავხდი და მოკლედ რა არაფერზე არ უნდა ვინერვიულოთ თანაზრი არ აქვს ანუ შევწყვიტეთ მორჩა არაფერზე აღარ ნერვიულოთ ვიდათ იყო ცხოვრებას ვიყვეთ ისე ამოვნოთ არ ვიცი ძალიან ის არის რა ქვია უკვე ძალიან დიდი ბედნიერება და გამართლება არის აი ხა ლატარიაში მოვიგებთ სიტყვაზე რაღაც მილიარდს არა აი რომ გაჩნდე და ეს სამყაროში არსებული ენერგია რომ შენ სიცოცხლე და ცნობიერებად გადაიქცეს ხო ეს არის უზარმაზარი ლატარიის მოგების ტოლფასი ალბათობა არის ძალიან მცირე და უკვე ვართ საოცარ ლატარიაში გამარჯვებული ადამიანები სიცოცხლე გვებოძა ვართ და უნდა ვისიამოვნოთ რა ეს ვისიამოვნოთ იმას არ ნიშნავს ადამიანს რომ მაგრად გავერთოთ და ბევრი და მოკლედ ვისიამოვნოთ ცხოვრებით. აი მაგას სანამ დავამთავრებთ მაგ საუბარს ლატარიაზე მაინტერესებს რა. ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე. აი მილიარდი რომ მოიგო მაგალითად ლატარიაში დღეს, აქედან რომ გახვიდე დაგირეკონ რომ აი შენ მოიგე რაღაცა დაატრიალა ვიღაცა მიგ ბორბალი და მოკლედ მილიარდი მოიგე. აი მაგ მილიარდს რაში დახარჯავდი მომავალში. ან დღესვე. არა დღესვე ცოტა გაგიჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩარიცხვით არ ჩაგირიცხავ, მე სახელმწიფო წაგართვევდა რაღაც გადასახადები მოგიწევდა, მე რაღაც გატანის საკომისიო განაღდები, ბევრი რაღაც. მაგრამ აი ზუსტად მილიარდი რო დაგჭირს შენ. აი პრობლემა საკომისიოების ჩამომაცრა ძალიან დიდი თანხა არის რომ აუცილებლად ის პირველ რიგში საქმეში დავაბანდებდი, აუცილებლად რაღაცაში დავასაქმე. რა თქმა უნდა, ხარჯავდი პირად რაღაცა. რა თქმა უნდა დავხარჯავდი, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილს ალბათ რა, არ ვიცი, აი რა უნდა იშოვო და რა უნდა აკეთო ამ ფულით, რა უნდა მიიღო. არ ვიცი, ახლაც აიმოგზაურებ, გაერთობი რაღაცა პერიოდს წაიღებს ეს, ანუ რა ასე გიჟე რა უნდა აკეთო. მე აუცილებლად დავაბანდებდა საქმეში. ჩავდებ და ვესწრები რომ ამას და იმიტომ კი არა რომ ვერ წავიღებ ამ მილიარდსაც ვერ წავიღებ და მილიარდი რასაც იშოვის ვერც იმას ვერ წავიღებ სადაც წავალ ისო და ისო ჩემს მერე არჩება მოკლედ საკეთილდღეოდ საზოგადოების აი რახან კულტურაზეც და რაღაცებზეც ვისაუბრეთ ანუ ქართული ხასიათი მენტალიტეტი და ასე შემდეგ ბიზნესთან მიმართებაში აი იმ 2050 წელს მაგალითად ან უფრო ღრმა მომავალში როგორ წარმოგიდგენია თვითონ საქართველო ჩვენი ქვეყანა როგორ გამოიყურება რიგითი ადამიანი როგორია გარემო როგორია ბიზნესი როგორია სიმულაციები უნდა გავაკეთოთ ალბათ ძალიან ბევრი და რთული სათქმელია რა იქნება ეხა როგორც მიდის საქმე და ოციანი ფიგურირებს სადმე თუ არ ფიგურირებს თუ როგორ არის ესაც უკვე დიდად აღარ ფიგურირებს თუ არ ჩავთვლით შენს მიერ ჩატში მოწერილ ცხვარს და ოსი ანუ მე მგონია რომ ეხლა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გეოპოლიტიკური ძრები და რყევები არის ჩვენ რეგიონში და ჩვენს გარშემო დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელზე იმიტომ რომ განვითარების საშუალებას უბრალოდ ნორმალური და წყნარი განვითარების საშუალებას ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევს თავის ინტერესებიდან გამომდინარე ცხვარი და ოციანი ხო დღემდე რო ესეთი აქტუალური თემა არის ეს შეიძლება მათი ჰიბრიდული ომის ნაწილიც კი იყოს რომ ეს თემა პოპულარული არის რა. ხო, ნუ მენტალიტეტის ამბავი. კაი, გადავიდეთ ჩვენს საფირმო დამასრულებელ კითხვაზე თუ კიდე გვაქვს კითხვა. გადავიდეთ. რა იქნება მაზეგ? რა იქნება მაზეგ? გაბწყინებული იბერია. გჯერა ბოლომდე ამის. გარდა იმისა რომ არ უნდა ვინერვიულოთ ბუდისტურად თუ ისე ეგ რისკი არ გაგვიძლია შეიძლება ბევრმა გითხრას რომ მაზეგ რა იქნება ივარია გავწყინდე ხო ანუ ეგ მართლა რისკი იყო ეხლა რატო ეგ რისკი არ გაგვიწლი ეხლა რა უნდა ვქნათ სანდრო
ანუ Next question. წევიქციეთ თავი და ეგ არის რა, იმიტომ რომ სანდრო, რამე ორიგინალურიც შემოგთავაზა რა გთქო. აი როგორ ადამიანს ისურვებდი, აი ხო გამოცადე რა. ჩვენც გამოვცადეთ რა არის ეს პოდკასტი, რომ ჩვენც ასე არ არის, აი რეალურ მაზეგ რა იქნება გულახდილად, რასაც ვფიქრობ ყველაფერი რო თქვა, არ ვიცი. აი მაზეგ რა გინდა ძალიან ცუდი შეიძლება ის მოყვეს რა, იმიტომ რომ ისევ ხდება ძალიან სერიოზული განვითარება აი ამ ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის ინტელექტის და შერწყმა და აი ეს არ ვიცი ვიღაცას არ ვიცი რას ეძახიან ზოგი ეშმაკის ნიშანს ეძახის და დავღას ეძახა ჩიპიზაციას თუ აი მოკლედ არ ვიცი რა იქნება შენ რა გინდა რა იყოს მაზეგ ოკეი შენთვის ასურველი აი როგორ შემოგიბრუნა ხედავ ხო, ну პირველ რიგში აი არა ისევ იმას ვიტყვი რომ მართლა გაბწყინებული იბერია მინდა ვნახო პირველი ჩემი სურვილი ეს არის რა სიმშვიდე იყოს ჩემ ქვეყანაში და ეკონომიკურად განვითარებული იყოს და ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ მით უმეტეს ცოტა ხნის წინ ჩამოვედი სკანდინავიის ქვეყნებიდან დარიდნენ და ადამიანები არიან ყველაფერს უხუმრობენ სულ კაი ხასიათზე არიან აი ლაღი არის ცხოვრება ამას ვისურვებდი პირველ რიგში და მგონი რომ ეს უკვე საკმაოდ ახლოს არის არა მარტო საქართველოს არამედ კაცობრიობისთვისაც და 2050 წლისთვის კითხვა ეს არის ხო თუ მაზეგ ცალსახად ეს ხდება რომ არის სიმშვიდე სიწყარე და ადამიანი გადავარდნილი შემოქმედებაში და ქმნის და არ აქვს საზრდოობს მართლაც ავდივართ მოკლედ რა ვთქვათ რა კი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ჩემთვის პირადად იყო საოცარი გამოცდილება ანუ არ ვიცი რა დავამატო უბრალოდ რა იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით უნდა დაგემართოს ესეთი გამოცდილება ესეთი ფორმატი და მე ძალიან მიხარია რომ დღევანდელი დღე შედგა მიუხედავად იმისა რომ დაფრინავთ აქეთ-იქით მთელ მსოფლიოში ამდენი ხანია როგორც იქნა დავიჭირეთ ერთმანეთი აქ ძალიან დიდი მადლობა სანდროს ძალიან დიდი მადლობა ანას ძალიან დიდი მადლობა როგორც სნუპდოგი იტყო და მე ხო გასწრებია ძალიან მიყვარს ეგ ვიდეოს მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის და დავამშვიდობოთ მაყურებელსაც მსმენელს მაყურებელს ყველას ვისაც აინტერესებდა ვისაც მოეწონა ვისაც არ მოეწონა აბსოლუტურად ყველას და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი რომ დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერი არის ტექნოლოგიური სტარტაპი Mimirex-ი, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან და ჩვენ ერთმანეთს ალბათ მაზეგ არ შევხვდებით, მაგრამ შეიძლება მაზეგის წოს შევხვდეთ. არა, მაზეგ შევხვდებით, იმიტომ რომ მაზეგ ხო ისეთი დღეა საქართველოს, რომელიც არასოდეს არ დგება და შევხვდებით მაზეგ. აი ეს და. მაინც ჩემი სწორა. მაზეგ შევხვდებით ერთმანეთს, აბა დროებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სანდრო. მადლობა თქვენ.